სალამი მეგობრებო, დღეს გავივლით მეოთხე ნაბიჯს ანონიმური ემოციონალებიდან 12 ნაბიჯის პროგრამა. ჩვენ ვისაუბრეთ პირველ, მეორე და მესამე ნაბიჯებზე, რაც არის მთავარი საყრდენი გამოჯამთელების. პირველმა ნაბიჯმა გვასწავლა და ვაპრაქტიკებთ ყოველდღიურად, რომ რეალურად ვხედავ ჩემს უძლურებას, ვაღიარებ ჩემს პრობლემებს სხვადასხვა სფეროებში და მათ მიმართ ჩემს უძლურებას აშკარად ვხედავ და ვაღიარებ. მჭირდება დავინახო, რომ ყველა პრობლემა, რაც დღეს ჩემს ცხოვრებაში არის, იმაზე ბევრად ძლიერია, ვიდრე საკუთარი ძალა რა. ჩემზე ბევრად ძლიერია ეს პრობლემები. ეს პრობლემები გარეთ გამოხატული და ასევე შინაგანი ემოციური ფიქრები, პანიკური შეტევები და ასე შემდეგ. ისევე როგორც გარე სამყაროში რა, ურთიერთობები და ნებისმიერი სფეროს უმართავი მდგომარეობა. მე თუ ამის გულწრფელობა მყოფნის, რომ ეს ყველაფერი დავინახო და ვაღიარო და ვთქვა რომ ესენი ბევრად ძლიერია ჩემზე და მე ამათი მოგვარება საკუთარი ძალებით არ შემიძლია, ეს არის პირველი ნაბიჯი. მეორე ნაბიჯი გვასწავლის, რომ შემიძლია მოვითხოვო საღი აზრი, არა საკუთარი გონებისგან, არამედ სხვა ადამიანებისგან, პროგრამისგან, სპონსორისგან, ჯგუფის წევრებისგან და ასე შემდეგ. და მხოლოდ ძალას უფრო ძლიერს ვიდრე საკუთარია, შეუძლია რომ ამაში დამეხმაროს და ეს პრობლემები დაალაგოს. ეს ნიშნავს, რომ მე რომ ჩემი გონები შემძლებოდა ამის გაკეთება, დიდი ხნის წინ გავაკეთებდი რა. ამიტომ მჭირდება მეორე ნაბიჯი ყოველდღიურად ვაპრაქტიკო, რომ გადავამოწმო სპონსორთან, ჯგუფის წევრებთან და წინმავლებთან ის, რაზეც ჩემი გონება მეუბნება, რომ აი ეს უეჭველია კაცო, აი უეჭველი ვიცი, ამის გადამოწმება არ მჭირდება. საღი აზრის დაბრუნება მოდის არა საკუთარი გონებიდან, არამედ გარე გამოცდილებებიდან. ეს შეიძლება იყოს როგორც სულიერი გამოცდილებები, ისევე ფიზიკური გამოცდილება სპონსორთან, ჯგუფის წევრებთან და ასე შემდეგ 12 ნაბიჯში მყოფობისას რა. და თუ ვიძახი მე პირველ ნაბიჯზე რომ არსებობს რაღაც პრობლემები, რომლებიც ჩემზე ბევრად ძლიერია, შესაბამისად მჭირდება ასევე ძალა უფრო ძლიერი ვიდრე საკუთარია, ვინც დამეხმარება აი ამ უფრო ძლიერი პრობლემების მოგვარებაში. მე ვეძახი ღმერთს. ყველა შეუძლია დაუძახოს ის, რაც თვითონ გაუხარდება მაღალი ძალა, ისე როგორც თვითონ ესმის. და მესამე ნაბიჯი უშუალოდ არის ის, რომ ყოველდღიურად ვაპრაქტიკო და მახსოვდეს, რომ შედეგი მე არ მექვემდებარება. ჩემზე არის ქმედებები, აღიარება უძლურების, პრობლემაზე თვალის გასწორება, საღი აზრის მოთხოვნა, გადამოწმება, რეკომენდაციების მიღება და აი ამ რეკომენდაციებით მოქმედება. და ეს რა შედეგს გამოიწვევს, რა ურთიერთობებს დაიწყებს თუ დაასრულებს, როგორი ფინანსური თუ ემოციური მდგომარეობა მექნება. ნებისმიერი შედეგი გადავაბარო ძალას უფრო ძლიერს ვიდრე საკუთარია მაღალ ძალას, ისე როგორც მე მესმის. ეს არის სამი ნაბიჯი რა, რაც ამყარებს ჩვენს мотивაციას გამოჯამთელებაში. აი უშუალოდ მეოთხე ნაბიჯი უკვე ქმედება არის. უშუალოდ ქმედებაზე გადავდივართ. და ეს ქმედება არის ყველაზე რთული ქმედება რეალურად და ყველაზე ნაკლებად სასურველი ქმედება, რაც მინდა რომ ვიმოქმედო და რაც მინდა რომ ხდებოდეს ჩემ თავს, იმიტომ რომ მეოთხე ნაბიჯი ეს რაღაცას იძახის რა. ხმად და უშიშრად შევისწავლეთ საკუთარი თავის ზნეობრივი თვალსაზრისით. ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ჩემთვის არსებობს და ყველაზე მეტად მე რასაც გაურბივარ, ეს არის ის, რომ საკუთარი თავი შევისწავლო. ანუ საკუთარ თავს, რომ თვალი გავუსწორო, ეს არის ყველაზე გადაულახავი პრობლემა ჩემთვის რეალურად, რაც მე იწვევდა სხვა პრობლემებს, შინაგანსაც და გარეგანსაც. ამიტომ მე რომ აი ამას თვალი გავუსწორო, ეს არ შემეძლო მე არასდროს რა და ეს იყო ყველაზე დიდი პრობლემა. მე შემიძლია რომ უამრავი მატერიალური პრობლემა დავალაგო, 9 საქმე ერთად ვაკეთო, სხვის ცხოვრებებში რაღაც სიბრძნეები გავაზიარო. მაგრამ უშუალოდ საკუთარ თავს რო თვალებში ჩავხედო, უშუალოდ საკუთარ ემოციებს, აზრებს და შინაგან სამყაროს რო თვალი გავუსწორო, ეს რთული ამბავია ჩემთვის რა. და ამიტომ მჭირდებოდა რეალურად მე აბსოლუტურად ყველა ნარკოტიკი, რაც ცხოვრებაში მქონია, სექსუალური დამოკიდებულებები, უნებაზე დამოკიდებულებები, სიყვარულის გაცემა და მერე მოთხოვნა უკან დაბრუნების სახით. ალკოჰოლი, შოპინგზე დამოკიდებულება, კვებაზე დამოკიდებულება, სამსახურზე დამოკიდებულება, დალაგებაზე დამოკიდებულება. ეს დამოკიდებულებები, რაც ჩამოთვალე, არის ის, რაც მე მივლინდებოდა. ძალიან აქტიურად. მე მჭირდება დღეს ვაღიარო, რომ აბსოლუტურად, აი განურჩევლად ერთი ადამიანსაც კი ვერ გამოვარჩევ, განურჩევლად ადამიანების ურთიერთობების, ვინც ჩემ ცხოვრებაში იყო. აბსოლუტურად ყველა ადამიანი
და აბსოლუტ ყველა ნივთიერება, სამსახური და მოქმედება რაც გამიკეთებია იმიტომ რომ არ მინდოდა საკუთარ თავთან დარჩენილიყავი. არ შემეძლო საკუთარი თავისთვის თვალი გამესწორებინა. შინაგან სამყაროსთვის რომ აღიარება მიმეცა, ეს არ შემეძლო. და გაქცევის გზად ვაქციე ყველანაირი ურთიერთობა, სამართლიანობის და უსამართლობის ადარაჯოზე ბრძოლა, რაღაცა ფინანსები, ბიზნესები, კარიერა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი დამჭირდა ცხოვრებაში იმისთვის, რომ გაქცევაში ყოფილიყავი. გაქცევაში იმისგან, რასაც ქვია საკუთარი თავის შეცნობა, საკუთარი თავის აღიარება და ასე შემდეგ. პროგრამაში მე ვსწავლობ, რომ ჩემი დაავადება, რასაც ქვია დამოკიდებულება, გამოიხატება ჩემს ეგოცენტრიზმში. და ეგოცენტრიზმი რა არის, რა? გადაჭარბებული მეს განცდა არის ეგოცენტრიზმი. თვითკონცენტრაცია. ეს სიტყვა კარგად აღწერს, რა. თვითკონცენტრაცია ნიშნავს იმას, რომ დგავარ სამყაროს ცენტრში და აბსოლუტურად ყველა ადამიანი, ვინც ჩემ ცხოვრებაში ნაცნობია, ვისთანაც მაქვს ურთიერთობა, რასაუბრებიც მაქვს, რა ქცევებიც, რა ქმედებებიც, საქმე, პოლიტიკა და ასე შემდეგ, ყველაფერი ჩემს გარშემო ხდება და ჩემთვის ხდება. იქ ვარ მე და ვერ ვამჩნევ ვერცეთ ადამიანს თავისი ემოციური სხეულით, თავიანთი პრობლემებით, ცხოვრებისეული სირთულეებით, ადამიანურობით და ასე შემდეგ. მე მათ პიროვნებას ვერ ვამჩნევ. მხოლოდ ხდება საკუთარი თავის შემჩნევა, მხოლოდ არის ირაკლი და ამ ირაკლისთვის უნდა არსებობდეს ყველა ადამიანი, ყველა ნივთიერება, ყველა ქმედება და ასე შემდეგ. ეს საგნები ჩემთვის არის. და ყველაზე დამანგრეველი ამათ შორის კიდევ არის ის, რომ თვითკონცენტრაცია გულისხმობს იმას, რომ მე საკუთარ თავსაც ვერ ვამჩნევ შინაგან დონეზე. და პარადოქსი არის ზუსტად ის, რომ თვითკონცენტრაცია თითქოს გულისხმობს ეს ეგოცენტრიზმი, რომ მე საკუთარ თავის გარშემო ვატრიალებ ყველას და ყველაფერს და მხოლოდ საკუთარ თავს აღვქვამ. და ეს ყველაფერი არიან ჩემი სურვილების დაკმაყოფილებისთვის. მაგრამ ეს ზედაპირზე ხდება რა, ინსტინქტურ, ცხოველურ დონეზე, რომ სადაც მე მჭირდება, რომ აი ამ ტკივილს გავექცე. და ესენი როგორც გამაყუჩებლები ისე არიან. მაგრამ ამ თვითკონცენტრაციაში ვკარგავ ყველაზე მთავარს, საკუთარი თავის რეალურ აღქმას, ჩემს შინაგან მდგომარეობას, სულიერ მდგომარეობას, ნატიფ დონეს ვკარგავ რა, ემოციურ სხეულს, საკუთარ თავთან კავშირი იკარგება. იმდენად რამდენადაც მე სამყაროს ცენტრში ვდგები ჩემი დაავადებით და ეგოცენტრიზმით, იმდენად რამდენადაც ვხმარობ ადამიანებს და საგნებს და ნივთიერებებს, იმდენად ასევე შორდები საკუთარ შინაგან სულის მდგომარეობას. ანუ თვითკონცენტრაცია, ეს დაავადება, დამოკიდებულება, ეგოცენტრიზმი არის მომაკვდინებელი ზუსტად იმიტომ, რომ მაშორებს არა მარტო სხვა ადამიანებს და მოცემულობებს და აქტივობებს, არამედ საკუთარ თავთან არის ყველაზე დიდი ნაპრალი ამ დროს, საკუთარ თავს მაშორებს. ამიტომაც მეოთხე ნაბიჯი ითვლება ძალიან დიდ გამბედაობად რა. პირველი ქმედება, რასაც პროგრამაში ვიწყებთ, და ეს ქმედება არის საკუთარი თავის გაცნობის დაწყებით. პირადად ჩემი შეხედულებით, მე მადლიერი ვარ საკუთარი თავის და იმ გამბედაობის, რაც მეოთხე ნაბიჯის დაწერისას გამოვიჩინე და ეს არ იყო აბსოლუტურად ჩემი გადაწყვეტილება. მე პროგრამაში მოვედი ძალიან დიდი ტკივილით, პანიკური შეტევებით, შფოთით და გაუსაძლისი მდგომარეობით. აი, საკუთარ ტყავში რო ვერ ეტევი, ეგეთი შეგრძნება მქონდა და ვიძახდი, რომ ისეთი რაღაცები ხდება ჩემ ცხოვრებაში, რომ არა მარტო უძლური ვარ ამათ წინაშე, არამედ კვდები რა. მე ესე ვეღარ გავაგრძელებ. ვგრძნობ საშინელ ტკივილს შინაგან, სულიერ სიცარიელეს, საკუთარ სხეულს ნული კონტაქტი ვერ აღვქვამ. სხეულებრივად ტკივილში ვარ, სულიერადაც ტკივილში ვარ და ყველაზე დიდი ტკივილი არის ის, რომ არანაირი სამოქმედო გეგმა აღარ მაქვს რა, ყველა სტრატეგია, ყველა გეგმა, ყველა გათვლა, ყველა მანიპულაცია გამოვიყენე აბსოლუტურად. და მე დამჭირდა, რომ მე ვერ აღმოჩნდი ის ადამიანი, ვინც სხვის შეცდომებზე სწავლობს, ხო ან ერთი ნათქვამი ესმის. აბსოლუტურად ყველა რესურსი, რაც ქონა მანიპულაციის, ქმედებების, გადარჩენის, გაქცევის, ყველაფერი ამოვწურე. და არაფერმა რომ არ იმუშავა და მაინც ეს ტკივილი არსად არ მიდიოდა. დაიწყო ძალიან დიდი შფოთი და პანიკა და გაუსაძლისი მდგომარეობა. მივხვდი, რომ აი უცებ ილუზიაში ვარ და ეს ამ ილუზიაში ამ ილუზიიდან გამოსასვლელი არანაირი სამოქმედო გეგმა არ მაქვს. და ხვდები, რომ კვდები. ან უნდა მოვკვდე, ან უბრალოდ გავაკეთო ის, რასაც ნაბიჯები მეუბნება და აი ამ მომაკვდავი მდგომარეობით მოვედი მე პროგრამაში.
იმიტომ რომ ხშირად პროგრამის ლიტერატურა იძახის, რომ დაავადებულ ადამიანს, ვინც ნივთიერებაზეა დამოკიდებული თუ სასმელზე თუ საკვებზე თუ სექსზე არ აქვს მნიშვნელობა, მას უკვე დამოკიდებულის აზროვნება აქვს. თუ ურთიერთობებზეა დამოკიდებული მიჯაჭვულობაზე, სამსახურზე თუ ასე შემდეგ. ჩვენ დამოკიდებულის აზროვნება გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გაქცევაში მყოფი ადამიანები ვართ. ჩვენ შინაგან სიცარიელეში ვართ. რისგანაც გავრბივართ და გონია რომ ერთ დღესაც გავახწევთ ამას და თავს დავახწევთ სამსახურით, კარიერით, სექსით და ასე შემდეგ. მაგრამ თავარი კითხვა არის ის, რომ შესაძლებელია აქედან გაქცევა? შესაძლებელია რამე კარის პოვნა, რომელიც ამ ტკივილიდან და სიცარიელიდან გამიყვანს? ხო და სანამ საკუთარი გამოცდილებით არ დავრწმუნდი, რომ შეუძლებელია, იმიტომ რომ მე ვაკეთებ გამუდმებით ერთი და იგივე ქმედებებს რეალურად, ანუ გამუდმებით გავრბივარ და ველოდები განსხვავებულ შედეგს. მაგრამ უფრო და უფრო მეტად იზრდება ჩემი ტკივილი, იმედგაცრუება, კონფლიქტები, манипуляცია. უფრო და უფრო მეტი უნდა ჩემს აი დაავადებულ მხარეს, რომელიც მშიერია, რომელიც ვერ ძღება ვერასდროს. აქედან გასვლა შეუძლებელია, იმიტომ რომ იმ პროგრამაში ხო ვიძახით ხოლმე, რომ აი გონება, რომელმაც ეს პრობლემა შექმნა, ის ვერ მოაგვარებს ფიზიკურად. მაგრამ მე ეს ვერ გავიგე, როცა მითხრეს. მე დამჭირდა, რომ საკუთარ გამოცდილებაში აი ბოლომდე ამომეწურა ყველა რესურსი, სადაც მივიდოდი დიდ ტანჯვამდე და ვიძახდი, რომ მკვდები და ვინმე მიშველეთ. აი მხოლოდ ამ მდგომარეობიდან შევძელი ის, რომ პრინციპში შეძლებაც არ ქვია რა. მხოლოდ ამ მდგომარეობა მაიძულა, რომ საკუთარ თავთან დარჩენილიყავი, იმიტომ რომ სასწორზე იდო, ან დარჩი საკუთარ თავთან, ჩახედე შენს მორალურად თუ ზნეობრივად განცდილ და გამოწვეულ ემოციებს, ფიქრებს, პატერნებს, რა ხდება საერთოდ საკუთარ თავში. საკუთარ თავთან დარჩენა გაქცევის გარეშე შეგიძლია? და რომ არ შემიძლია, მოხდა ის, რომ ჩემმა დაავადებამ გამიკეთა კარგი საქმე და მაიძულა, რომ ან მომკვდარიყავი, ან დავრჩენილიყავი. და მეოთხე ნაბიჯი არის ზუსტად გადაწყვეტილება, რომ მე სხვანაირად აღარ შემიძლია, უნდა დავიწყო საკუთარი თავის შესწავლა. მე უნდა დავიწყო საკუთარი თავის გაცნობა და საერთოდ შემჩნევა, რომ ვარსებობ რა. ჩემი ემოციური სხეული, ფიქრები, ემოციები იქნება ეს თუ წარსულის განცდები. ესენი ჩემში არსებობს, რომელიც მომაკვდინებელ პროცესებში არის ჩართული. და ამათი შემჩნევა მე მჭირდება დავიწყო. საკუთარ თავთან ურთიერთობა მჭირდება დავიწყო. და აი ეს არის მეოთხე ნაბიჯი, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, შეგვესწავლა საკუთარი თავი ზნეობრივი თვალსაზრისით, ღრმად და უშიშრად. ანუ არა ზედაპირზე შეგვესწავლა, არამედ ღრმად და უშიშრად. ჩვენ როცა პროგრამაში მოვდივართ, გვესმის ხშირად და მე მესმოდა მაგალითად ის, რომ მეოთხე ნაბიჯი ძალიან რთულია რა. აზიარებენ მეგობრები, რომ ძალიან ბევრი გაიჭედა მეოთხე ნაბიჯზე. ვერ შეძლეს, რომ რა კითხვებით მიეცათ ნაბიჯებზე, მათთვის პასუხი გაეცა. ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის ვისთით და სპონსორიც ყოფილ ვარ, აღარ გაუგრძელებია ნაბიჯები. ეს რატო ხდება? ძალიან საინტერესოა რა. ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ მე არ მაქვს მზაობა, რომ გულწრფელად და მართლა რეალურად ჩავხედო საკუთარ თავს და დაავადებას თვალებში. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს დრამა არის, ან რაღაც გაძლებაზე უნდა იყოს ადამიანი. მაგალითად მე როცა პროგრამაში ჩავერთე პირველად და ნაბიჯებს ვიწყებდი, სანამ მეოთხე ნაბიჯამდე მივდიოდი, ხშირად მესმოდა ხოლმე ჯგუფის წევრების გაზიარება აი ამ სირთულისთან მიმართებაში, რომ გაიჭედნენ, ემოციურად ძალიან რთულია და ასე შემდეგ. მაგრამ მე იმდენად ვატყობდი უკვე ჩემ თავში, რომ ეს ბეწვის ხიდი არ მშორდება რა. ჩემი დღე არის ყოველი დღე ის, რომ ან ვკვდები, ან საკუთარი თავის გაცნობას ვიწყებ რა. გულწრფელად და რეალურად. არ მაინტერესებს ვინ მაწყენინა, სხვაზე რა ვფიქრობ. ერთადერთი მაინტერესებს, რომ მე ვკვდები და უნდა გადავრჩი. და ვიცი, რომ ამ სიკვდილთან მაახლოვებს თითი სხვაზე გაშვერ, არამედ საკუთარი თავის გაცნობა მჭირდება რა. იმიტომ რომ მე ვატყობ, რომ რო დავდივარ, თითქოს აი პირველად გავახილეო თვალი რა, რო დავდივარ ფეხის ნაბიჯებს როგორ ვდგავ, როგორ ვჭამ, ხელს როგორ ვამოძრავებ. აი ეს ყველაფერი მივხვდი, რომ არ ვიცი რა, ინსტინქტურად ვაკეთებ, იმპულსურად ვაკეთებ, გაუცნობიერებელი ქმედებები მაქვს, მაგრამ საკუთარ თავს არ ვიცნობ.
რა ურთიერთობებში ვარ, რატო ვარ ამ ურთიერთობებში, როგორ ურთიერთობ ამ ურთიერთობებში, ვიცი რომ არაფერი არ ვიცი აბსოლუტურად. და მე მაქვს სურვილი, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ჩემ ცხოვრებაში მეოთხე ნაბიჯი. განსხვავებით იმ ადამიანებისგან, ვინც აზიარებს, რომ ძალიან რთულია, გაიჭედა, აღარ უნდა გაგრძელება, გადადებაში არის ამოდმივად. მე ვიცი ადამიანები მაგალითად რომ წელიწად ნახევარი გადიოდნენ პროგრამას 2 წელი იმის გამო, რომ მეოთხე ნაბიჯს ვერ გადაუარეს. და მე კიდევ ერთი სული მქონდა, როდის მეტყოდა ჩემი სპონსორი, რომ აი მეოთხე ნაბიჯის დაწერის დროა. და მახსოვს რომ ძალიან გამიხარდა, ძალიან მადლიერი ვიყავი, რომ მეოთხე ნაბიჯზე გადავედი და ერთი სული მქონდა, როდის მეოთხე ნაბიჯამდე მივიდოდი. მახსოვს რომ ის დღე ოფი ავიღე მთლიანად სამსახურიდან და საქმეებიდან, წავედი ბუნებაში. წავიღე პატარა ციგნაკი, სადაც ამ ყველაფერს დავწერდი. და 7 და წყნარ გარემოში გადავწყვიტე, რომ დამეწერა მეოთხე ნაბიჯი. როდესაც წერა დავასრულე, პირველი განცდა რაც გამიჩნდა, იყო ის, რომ სულ ეს არის? ანუ სულ ეს არის იმის შედეგი, რასაც სხვა წევრები მიზიარებდნენ, რომ ძალიან რთულია, გაიჭედნენ, ემოციურად დაბრკოლდნენ, ვერ გაუსწორეს თვალი თავიანთ ჭეშმარიტ ბუნებას, წყენებს, შიშებს, სექსუალურ ინვენტარიზაციას. და მე კიდე დანაკლეს ვგრძნობდი. დანაკლეს ვგრძნობდი, იმიტომ რომ პირველ რიგში ვატყობდი, რომ მოლოდინი შევიქმენი მეოთხე ნაბიჯის მიმართ, იმიტომ რომ დავიჯერე იმ ადამიანების გაზიარებული და მოლოდინი შევიქმენი, რომ ჩემთვისაც ეგეთი რთული უნდა ყოფილიყო და მე როგორც ემოციონალი ადამიანი სიმძაფრეებზე ვარ დამოკიდებული და რაც სიმძაფრეებს მაძლევს ის იქ სიამოვნებს და მათ შორის საკუთარი თავის გაწურვის პროცესიც, თუნდაც მეოთხე ნაბიჯის, ეგეთი ჩემთვის რაღაცნაირი საშუალება იყო, ეგ სიმძაფრე მეგრძნო. და რომ ვერ ვიგრძენი ეს სიმძაფრე, ცოტა იმედი გამიცრუდა. და მან ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე რა. და ეს გამოცდილება არის ესეთი, რომ არ შეიძლება მე ჩემი გამოცდილება ჯგუფის სხვა წევრის გამოცდილება შევადარო. იმას თავისი აღქმები აქვს, თავისი გამოცდილებები აქვს. მე ჩემი აღქმები მაქვს, ჩემებურად აღვიქვამ, ჩემებურად უყურებ, ჩემებურად ვწერ. მე სხვა წარსულის გამოცდილებებიდან მოვდივარ და ის სხვა წარსულის გამოცდილებებიდან მოდის. პროგრამა გვეუბნება, რომ ყველანი გავდივართ უნიკალურ გზას. და ეს უნიკალური არ ნიშნავს, რომ განსაკუთრებული და მაგარია. უნიკალური ნიშნავს, რომ უბრალოდ განსხვავებულია რა. ყველა იმ გზას გადის, რაც თავისი სულის მომწიფებას და იმ მზაობის მომწიფებას ემსახურება. გამოღვიძებას, რასაც ემსახურება, ის გზა ყველას ინდივიდუალურად გვჭირდება. ამიტომ ჩემი გზა ვერ იქნება სხვა ადამიანის მსგავსი. მე მაგალითად არა მარტო საქართველოს შეკრებებს ვესწრები და საქართველოში საკმაოდ დღესდღეობით მაგალითად 520 ადამიანია ჯგუფის წევრი ანონიმური ემოციონალების. ამას გარდა არსებობს ბევრად მეტი ჯგუფები არ ანონიმური ემოციონალების, არამედ სხვა დამოკიდებულებების. ასევე ამერიკაში ვესწრები და აქაც უამრავი ადამიანია, ხო? და არც ერთ ადამიანს არ შეხვედრივარ, ვინც ისეთ გზას გადის, როგორცაც მე გავდივარ. კი, ბევრი იდენტობა გვაქვს, ბევრი რამე ემთხვევა ერთმანეთს, ბევრი ემოციური თანხwebdriver არის. მაგრამ ჩემი გამოცდილება ყოველთვის განსხვავდება სხვა ადამიანისგან, იმიტომ რომ როგორც ეგრე ვთქვი, მე ჩემს უნიკალურ გზას გავდივარ. ის ადამიანი იმის გზას გადის და აქ არ არის ის, რომ ჩემი ჯობია თუ იმისი ჯობია. ეს არის ის, რომ მე მაქვს ყველაფერი, რაც მჭირდება. და რაც არ მაქვს, იმიტომ რომ არ მჭირდება. არსებობს მაღალი ძალა, ბევრად ძლიერი ვიდრე საკუთარია, ვინც იცის, მე რა გზა მჭირდება, როგორი მოცემულობით, რომ გამოვიღვიძო. და მეძლევა ეგეთი გამოცდილებები. და ყველა ადამიანს შესაბამისი ეძლევა. ამიტომ ძალიან დამაბრკოლებელი იქნება თუ ადამიანები დავიჯერებთ სხვის გაზიარებულს, როგორც გზას, რომელიც მე უნდა გავიარო. არა, უბრალოდ მოვისმენ, ავიღებ იმას, რაც მეხმარება, რაც არა დავტოვებ, არანაირ ილუზიას არ შევიქმნი მომავალზე, მე ვენდობი მაღალ ძალას და ვიძახი, რომ ღმერთო, აი როგორ ჩვენ გადაწყვეტავ ეგეთი გზა იყოს, მე მოყვები, მე ვწერ მეოთხე ნაბიჯს. ეხლა როგორი იქნება ეს მეოთხე ნაბიჯი და რა შედეგს აწევს? ეგ შენთვის გადმომიცია. მე მაგაზე ვერ ვიქნები პასუხისმგებელი. მე პასუხისმგებელი ვარ მხოლოდ ქმედებაზე. მეოთხე ნაბიჯზე ჩვენ ხშირად გვემართება ესეთი რაღაცა, რომ თითქოს მეოთხე ნაბიჯი
წინაპირობა უნდა იყოს, რომ ჩემი ცხოვრება დაალაგდება. ჩვენ გავივლით წყენების ნაწილს, გავივლით შიშების ნაწილს, გავივლით სექსუალური ინვენტარიზაციის ნაწილს. ხასიათის ეფექტების, დეფექტების ნაწილს. და ჩემში როგორც დამოკიდებული ადამიანის გონებაში, რომელიც გამუდმებით ხეირს ეძებს და გამუდმებით ჭირდება, რომ მომავალში რაღაცეები იცოდეს, იმიტომ რომ კონტროლის მოყვარული ადამიანი ვარ, მეოთხე ნაბიჯი თითქოს ხდება ნაბიჯი, რომელმაც უნდა მომცეს წინაპირობა და უზრუნველყოს, რომ მე ურთიერთობები დამელაგდება, ცოლი შემირიგდება, ოჯახში უფრო ტკბილი ურთიერთობა იქნება, სამსახურში ურთიერთობები დაალაგდება, უფრო მეტი კონტროლი მექნება ჩემს ფინანსურ მდგომარეობაზე, გაიზრდება ფინანსები და ასე შემდეგ. ყველა სფეროში მგონია, რომ რაღაცები შეიცვლება. ეს ასე არ არის. არსად 12 ნაბიჯი არ იძახის, რომ გვექნება მსგავსი დაპირების შესაძლებლობა. არაფერს არ გვპირდება აბსოლუტურად. მე არავინ არ დამპირებია პროგრამაში რომ მოვედი, რომ ირაკლი იცი რა, შენ დაგილაგდება რაღაცეები და გამოგისწორდება. არა. მე ერთადერთი რის გამოც პროგრამაში მოვედი, იყო ის, რომ მკვდებოდი. რა შედეგიც დადო ჩემმა გონებამ, ეს იყო, რომ სიკვდილამდე მიმიყვანა. ემოციურად და ფიზიკურადაც. და ამ სიკვდილიდან გამოსვლის გზა არის ნაბიჯების წერა. და არა ის, რომ მე დამილაგდეს ცხოვრების სფეროები. ეს თუ მაღალი ძალისნება იქნება, თავისთავად ისედაც მოხდება, როგორც side effect-ი. და ჩემს ცხოვრებაში უამრავი რამე ისეთი რამ ხდება დღემდე, რაც ჩემს ყველაზე კარგ წარმოდგენაშიც ვერ ვიოცნებებდი. ურთიერთობების სახით, საკუთარ თავთან პირველ რიგში და სხვა ადამიანებთან, ქუჩაში გამვლელებთან, მიმღებლობასთან, ცხოვრებისეულ აღქმებთან, მასწავლებლების შეძენასთან. ისეთი რაღაცები ხდება, რასაც ჩემი წარმოსახვის უნარი არ ეყოფოდა. მაგრამ ეს ყველაფერი side effect-ია. ეს არ არის მიზანი, მე რატომაც მეოთხე ნაბიჯი უნდა დავწერო. ეს მეოთხე ნაბიჯი არ არის მიზანი, რომ მე წყენები აღარ უნდა მქონდეს, ან შიშები აღარ უნდა მქონდეს, ან გადაჭარბებული სექსუალური ურთიერთობები არ უნდა მქონდეს. მეოთხე ნაბიჯი არის ის, რომ გავიცნო საკუთარი თავი, ამ ყველაფერს საიდან ვაკეთებ ეს დავინახო. რაც მაძლევს მე არჩევანს, რომ გავაგრძელო ძველებურად, თუ ქმედება შევცვალო. ამიტომ არც ერთი ნაბიჯი არ ემსახურება პირობის განვითარებას, რომ მე რაღაცები უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში და მე რაღაცები უნდა მომეცეს. ასე არ არის, ეს არასწორი მიდგომაა. მე სტრატეგიული ადამიანი ვარ რა. მე აბსოლუტურად ყველასთან და ყველაფერთან სტრატეგიები მაქვს. მათ შორის რომ ვიძახი, რომ მეუღლე მიყვარს ყველაზე მეტად, მეუღლესთანაც სტრატეგია მაქვს რა. და ეს სტრატეგია თუ მან არ გაამართლა, მაშინვე ბრაზი მეწყება. და მიუღებლობა მეწყება. იმიტომ რომ ყველაზე მეტად მე ვინც მაინტერესებს, ეს არის მე. რომ ჩემი სურვილები დაკმაყოფილდეს, მზრუნველობით მომეკიდონ, სიყვარულით მომეკიდონ, არ გამაბრაზონ, ხელი არ შემიშალონ და ასე შემდეგ. თვითკონცენტრაციაში ვარ. და ამისთვის მჭირდება სტრატეგიები. რომ სტრატეგიული ვიყო ყველასთან, რომ მივიღო მაქსიმალურად ის, რაც ჩემი აღქმით მე მეკუთვნის. და მეოთხე ნაბიჯი, თუ მინდა რომ გულწრფელად გავაკეთო, არის ის, რომ ამ სტრატეგიებისგან დავიცალო. უსტრატეგიოდ ცხოვრებაში პირველად უსტრატეგიოდ მოვეკიდო რაღაცას. და ეს ნაბიჯები ჩემ ცხოვრებაში არის ეგ, რომ სტრატეგიის გარეშე ვიურთიერთო. უბრალოდ მივიღო სწავლება, მივიღო რეკომენდაციები და მე ავდგე და ვაკეთო. მესმის, არ მესმის, მომწონს, არ მომწონს. მე რაც მომწონდა, იმან მომიყვანა დღეს აქამდე. და ეხლა მჭირდება, რომ რა მომწონს და რა მინდა კი არა. რა მჭირდება. ჩვენ პროგრამაში ხშირად ვიძახით, რომ გამოჯამთელების გზა ძალიან მარტივია რა, ძალიან მარტივია. ბედნიერად ცხოვრების გზა ძალიან მარტივია. მაგრამ ჩემი გონება არ რთულებს და ამიტომაც არის რთული. და მარტივი არის იმიტომ, რომ უბრალოდ აი ამ პრინციპით შემიძლია ვიხელმძღვანელო რა. ვიცხოვრო არა სურვილებით, არამედ საჭიროებებით. და მახსოვდეს, რომ რაც მაქვს, აბსოლუტურად ყველაფერი მაქვს. იმიტომ კი არა, რომ კარგად გავთვალე, მაგარი ვარ და ასე შემდეგ. არა, მაქვს იმიტომ, რომ მჭირდება. შეიძლება არ მომწონდეს, ან შეიძლება მომწონდეს, მაგრამ მაქვს იმიტომ, რომ მჭირდება. შეიძლება მქონდეს ესეთი ურთიერთობები, ისეთი წყენები, ისეთი შიშები, ისეთი სექსუალური ურთიერთობები, რომლებიც არ მომწონს, არ მინდა, ან მომწონს და მინდა. მაგრამ ეს ჩემი დამსახურებით და ჩემი ან შეცდომით კი არ არის. მაქვს იმიტომ, რომ მჭირდება და ჩემი პასუხისმგებლობა დავსვაკითხვა, რომ რაში მჭირდება. და მეორე ნაწილი, რომ აბსოლუტურად ყველაფერი
და ყველა, ვინც მყავს, ვინც არ მყავს, ან არ მაქვს, იმიტომ კი რომ მე ვერ გავთვალე, ცუდი გამოვდექი, შიშარა გამოვდექი, წყენია და ბუტია გამოვდექი და დამტოვეს. ანუ პასუხისგებლობა გამოვდექი, ანუ რაღაც ჩემი შეცდომით კი არ არის და ვერ გათვლით კი არ არის. არა, იმიტომ რომ არ მაქვს რომ არ მჭირდება. და სამყარო ზრუნავს ჩემზე. მაღალი ძალა ის როგორც მე მესმის ჩემზე ზრუნავს. რომ მეძლევა აბსოლუტურად დაბრკოლებები, შიშები, პრობლემები, ყველაფერი დამოკიდებულებები მათ შორის. მე მჭირდებოდა და მჭირდება და ამიტომაც მქონდა და მაქვს. და რაც არ მაქვს მე ძალიან მინდა რაღაც ურთიერთობები, რაღაცნაირი აქტივობები, ბევრნაირი სახის. მაგრამ არ მეძლევა, არ მაქვს. და იმიტომ კი რომ მე უარგისი ვარ და ან ცუდი ვარ ან საკმარის ვერ ვაკეთებ. არა, უბრალოდ არ მეძლევა, იმიტომ რომ არ მჭირდება. ცხოვრების ამ ეტაპზე არ მჭირდება. და ჩემთვის მესამე ნაბიჯი ეგ არის ზუსტად ღმერთო გენდობი და ვენდობი იმ გზას, რასაც გავდივარ. და იყოს ნება შენი და არა ჩემი. რომ მე მოქმედებ. მოქმედებ სულიერი პრინციპებით, რეკომენდაციებით. მაგრამ აი ეს რა შედეგს გამოვიტანს, არ მაინტერესებს რა. იმიტომ რომ ჯერამ წამს და ვენდობი რომ რაც მეძლევა და რაც მომეცემა, იმიტომ რომ დამჭირდება. თუ არ მომეცემა, ესე იგი არ მჭირდება. და იქ ბევრი თაფხური უფრო მეტ ტკივილს გამოიწვევს. რაღაცები რომ გამოვძალოს სამყაროს, ადამიანები ძალით შემოვირიგო, манипуляციით მოვიზიდო ეს ადამიანები და ასე შემდეგ. ამ ფინანსები და ასე შემდეგ, ეს ახლიდან დაიწყებს აი ამ სულიერი სიცარიელის და ტკივილის პროცესებს. ეს არ არის გამოჯამთელების გზა. გამოჯამთელების გზა არ არის რომ მე რაღაცეები გავიჩალიჩო. გამოჯამთელების გზა არის რომ პირიქით გავეშვა ამ ყველაფერს. გავეშვა სურვილებს, მინდებს, აკვიატებებს, ობსესიებს, კომპულსიებს, გავეშვა, ხელი გავუშვა. რთულია? კი, რთულია ამ ყველაფერთან დარჩენა, იმიტომ რომ როცა მე ძალიან მინდა ურთიერთობა ამ კონკრეტულ ადამიანთან, კონკრეტულ მასწავლებელთან, კონკრეტული ბიზნესი მინდა, კონკრეტული წარმატება მინდა, კონკრეტული ფინანსები მინდა, კონკრეტული სექსი მინდა, კონკრეტული საკვები მინდა ეხლა, კონკრეტული დახმარება მინდა, კონკრეტული საუბრები მინდა. და როცა ვერ ვიღებ, ძალიან მტკივნეულია. მაგრამ გამოჯამთელების გზა არის ის, რომ დავინახო, რომ ეს სურვილები მე მტკენს და ვისწავლო ამასთან უბრალოდ დარჩენა. აი უბრალოდ ვიყო რა, მივცე საშუალება, რომ აი ჩემში იყოს ეს აკვიატები, ბავშვური აკვიატებები იყოს, ობსესიები, იმპულსური ქმედებების სურვილი იყოს. მაგრამ ახსოვდეს, რომ არ მჭირდება, დამაზიანებელია ჩემთვის და არ ვიმოქმედო. მეოთხე ნაბიჯი ანონიმური ემოციონალებიდან ესეთ რაღაცას იძახის რა. ღრმა და უშიშრად შევისწავლეთ საკუთარი თავის ზნეობრივი თვალსაზრისით. შევისწავლეთი რა იგულისხმება, აქ არის განმარტება. გულწრფელი და საფუძვლიანი შესწავლა მოიცავს ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტს. ჩამოვწერთ წარსული შთაბეჭდილებებსა და ქცევებს, რომლებიც გვაწუხებს, განზრახ არაფერს გამოვტოვებთ. შეიძლება ზოგჯერ მოგვეჩვენოს, რომ ჩვენს მიერ ჩამოწერილი გრძნობები ჩვენი ხასიათის დეფექტებია. მაგრამ ეს ასე არ არის. გრძნობები არც კარგია, არც ცუდი. ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ იმით თუ როგორ რეაგირებთ ჩვენს ემოციებზე, ჩამოგვიყალიბდა ხასიათი და ამ სამყაროსადმი ქცევის წესი. გულწრფელად უნდა დავაკვირდეთ შეხედულებსა და დამოკიდებულებებს, რომლებსაც ჩვენი ხასიათი ეფუძნება. ვეძებთ მიზეზს, რომლებმაც გვიბიძგეს, გვეფიქრა, რომ ჩავფლავდით. საკუთარი თავის წინაშე გულწრფელობას მოაქვს საკუთარი თავის მიმღებლობა და რეალისტური გაგება. თუ სად და როგორ შეგვიძლია შევიცვალოთ, ჩვენი არც ერთი ნაკლი არ არის განსაკუთრებული. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ. ყველაფერი, რის გაცნობიერების უფლებასაც ვაძლევთ ჩვენს თავს, შეგვიძლია შევცვალოთ. ჩვენთვის აუცილებელია, რომ სიღრმეში ჩავიხედოთ. მეგობრებო, ეს ძალიან დამხმარე და საოცარი შეხსენებაა, რომ ჩემი გრძნობები არც კარგია და არც ცუდია. მე უბრალოდ ადამიანი ვარ და ადამიანური მოცემულობაა, რომ მაქვს ემოციები, განვიცდი ამ ემოციებს. მაგრამ მე როგორც კი შევდივარ მათ შეფასებაში, რომ ეს ემოციები კარგია და მინდა და არ მაქვს, იწვევს ტანჯვას. მე როგორც კი შევდივარ შეფასებაში და სახელის დარქმევაში, რომ ეს ემოცია ცუდია და მაქვს და მინდა რომ არ მქონდეს, იწვევს ტანჯვას. ასევე ძალიან საინტერესო კითხვა არის და ამას მე ჩემ თავს ხშირად ვეკითხები ხოლმე რა. მე ვიძახი ხოლმე, რომ აი ეს ემოცია მაქვს და ეს ჩემი ემოცია, ეხლა ჩემი ემოცია ეს. რას ნიშნავს ჩემი ემოცია? აი მე როცა დაავადება დამოკიდებულებაზე ვსაუბრობ და დღეს ვთქვით, რომ მეოთხე ნაბიჯი მასწავლის იმას, რომ
გულწრფელი ინვენტარიზაცია გავაკეთო საკუთარი თავის და გამოვიძიო საკუთარ თავში რაღაცეები, თუნდაც ემოციები ამ შემთხვევაში. რას ნიშნავს ჩემი ემოცია? ანუ არსებობს რამე ემოცია, რაც ინდივიდუალურად ჩემია? თუ ემოცია უბრალოდ ემოციაა, მაგრამ დაავადება, როგორც წეგან ვისაუბრეთ, თვითკონცენტრაცია, იმხელა კავშირს აკეთებს ამ ემოციასთან და იმდენად აიგივებს თავს, იმხელა მნიშვნელობას ანიჭებს ამ ემოციას, რომ მე ვატყობ, რომ ვიძახი, რომ რაღაც ემოციას განვიცდი ახლა, რა ისევდიანი ვარ. მარტოსული ვარ, მოწყენილი ვარ. და იქნება და ეს ემოცია, ჩემი ემოცია კი არ არის. უბრალოდ ემოციაა რა. და მე მაქვს შესაძლებლობა, რომ თავი არ გავაიგიო ამ ემოციასთან. მე ხშირად ვიძახი ხოლმე და დამიფიქსირებია ჩემი თავი, რომ მოწყენილობა შემომივიდა. და რას ნიშნავს შემომივიდა? ანუ არის განსხვავება თუ არა, რომ იმაში რომ შემომივიდა და როგორც შემოვიდა, ისე შეიძლება გავიდეს. მაგრამ ჩემში რაღაცა ებღაუჭება ამ ემოციას, თავს ვაიგივებ ამ ემოციასთან, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, ჩემად აღვიქვამ და მეტიც, მე ვხვდები ეს ემოცია და რა თქმა უნდა მე რომ მაწუხებს ეს მარტოობა, მოწყენილობა და ასე შემდეგ. იქნება და როგორც ლიტერატურა გვეუბნება, რომ ეს გრძნობები არც კარგია და არც ცუდია, არამედ ჩემი შეფასებებია, მხოლოდ ის რაც კარგს და ცუდს ხდის, თორე გრძნობები პროსტო გრძნობებია, უბრალოდ შეგრძნებები არის, ან უბრალოდ ემოციებია. მე ვეკითხები საკუთარ თავს, რომ რა ემოციაშიც ეხლა ამ მომენტში ვიტანჯები? მტკივა, არასასურველია, ან სასურველია და მინდა რომ მივიღო. იქნებ უბრალოდ ემოციაა, შეგრძნება და არ არსებობს ჩემი კონკრეტული ირაკლის ინდივიდუალური ემოცია და შეგრძნება. იქნებ ჩემმა დაავადება მაიძულა, რომ თავი გავაიგივო იმ დონეზე, რომ მე თვითონ გავხდე ეს ემოცია. იქნებ რაღაცა სივრცე და დისტანცია არსებობს ჩემსა და ამ ემოციას შორის. და შესწავლა ამიტომ ჭირდება. რომ ის კითხვები, რაც მეოთხე ნაბიჯზე მეძლევა, დავსვა საკუთარ თავში და გულწრფელად გავცემ პასუხი. და დავაკვირდე. მაგრამ ამას მე ვერ გავაკეთებ ჩემი რაციონალური ტვინით და გონებით. ეგ რო შემძლებოდა, აქამდე დიდი ხნის წინ გავაკეთებდი. ეს ახლიდან გამოიწვევს გაქცევის და ეს ფიქრი სხვადასხვა ჩემთვის მე ვატყობ, რომ შეიძლება სახში ვიჯდე და თქვა, რომ 2-3 საათი სახში ვარ, ეხლა არაფერს არ გავაკეთებ, დავრჩები საკუთარ თავთან მარტო. მოდი ემოციასთან დავრჩები, რომ ემოცია განვიცადო და ამ ემოციასთან ვიქნები. და 2-3 საათი შეიძლება ისე გავიდეს, რომ მივხვდე, რომ ეს 2-3 საათი თურმე შიდა დიალოგში გამიტარებია და ფიქრში და ანალიზში გამიტარებია. და ეს რა თქმა უნდა ვერანაირ ემოციას ვერ მიცემს იმ სივრცეს, რაც განცდა შეიძლება მოხდეს. იმიტომ რომ ჩემთვის ფიქრიც გაქცევის საშუალებაა. კაი, შეიძლება თქვა, რომ დავინახე ნარკოტიკი, ალკოჰოლი, სექსი და ურთიერთობები, რომ მაზიანებს და ამაზე ეხლა ვერ მოვიტყუები და ვერ ვიტყვი, რომ არ მაზიანებს თქო და თქვი, რომ გვერდზე გადავდე. მაგრამ ფიქრი ჩემ შემთხვევაში აღმოჩნდა ერთ-ერთი მთავარი გაქცევის გზა, რითაც თავს ვირთობ რა. პატარა ბავშვი რომ არის სვენებს, მოусვენერად არის და გინდა რომ მისი ყურადღება რაღაცით დააკავო. და ტელეფონს რომ მიაჩეჩებ ხელში და უცებ რომ ბუჟდება რა. ეგრე მემართება მეც რეალურად როდესაც ტკივილში ვარ და მინდა რომ ეს ტკივილი რაღაცნაირად გავაყოჩო, გავაბუჟო, რაღაცას ვფიქრობ რა. წარმოსახვით სამყაროში ვარ. მეოცნები ვხდები, ან წარსულს განვიხილავ, ან მომავალს ვალაგებ. და ეს ფიქრებიც არის დროის მოკვლის მცდელობა, ანუ გაქცევის მცდელობა, რომ იმ მომენტში საკუთარ თავს გულწრფელად და პირდაპირ არ შევხედო. არ დავსვა კითხვა, რომ ეხლა ჩემში რა ხდება? რა ემოციასთან გავაიგივე თავი, რა ემოციები ხდება ჩემში? რა ფიქრებია ამ ემოციების გარშემო? რა ხდება საერთოდ ჩემს თავს? რამე წარმოდგენებთან ხომ არ მაქვს საქმე? აი ძალიან საინტერესო რაღაც იცახს ლიტერატურა, რომ ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ იმით თუ როგორ რეაგირებდი ჩვენს ემოციებზე, ანუ მე რამდენადაც მნიშვნელობას ვანიჭებ ჩემს ემოციებს და რამდენად ვაიგივებ თავს, ეს აყალიბებს ჩემს ხასიათს და ამ სამყაროსადმი ქცევის წესებს. გულწრფელად უნდა დავაკვირდე შეხედულებებსა და დამოკიდებულებებს, რომლებსაც ჩვენი ხასიათი ეფუძნება. მე ხშირად უსვამ საკუთარ თავს რა, რომ ფაქტი რა არის? მე როგორც დაავადებულმა ადამიანმა ფაქტები ცხოვრება არ ვიცი. მე აბსოლუტურად ყველაზე ჩემს წარსულზე, როგორ მეკცევდნენ მშობლები და რომ ეხა წყენებზე და რო გადავალთ იქ გავაზიარებ ჩემს წყენებს, შიშებს. და ეს წყენები და შიშები
ხშირ შემთხვევაში ფაქტი არ იყო. ხშირ შემთხვევაში არამედ იყო გამოწვეული იმ შეხედულებებიდან და დამოკიდებულებებიდან, რაც მე მქონდა ჩემი მშობლების ან მათი ქცევის მიმართ. მე როგორც ვუყურებ ამ სამყაროს და როგორც აღვქვამ, შესაბამისი ხასიათი მე მიყალიბდება. შესაბამისი ურთიერთობები მიყალიბდება საკუთარ თავთანაც და სხვებთანაც. ამიტომ აი პირველი ნაბიჯის ლოცვა გვეუბნება ეგეთ რაღაცას, რომ გადავდო ყველაფერი და ყველაფრის და ყველას მიმართ ჩემი შეხედულებები, რათა მივიღო ახალი გამოცდილებები. და მეოთხე ნაბიჯი მანახებს იმას, რომ შეიძლება მე დღეს რა ხასიათის დეფექტებიც მაქვს, ანუ როგორი ხასიათის გამოვლინებაც მაქვს. როგორი პატერნიც მაქვს, რომ ვურთიერთობ ჩემს ემოციებთან. შეიძლება იმ არასწორი შეხედულებების და დამოკიდებულებების შედეგი, არასწორი არა იმდენად, რამდენადაც ცუდი და კარგი, არამედ აღარ მუშაობს რა. შეიძლება ერთ დროს ბავშვობაში იმუშავა, მაგრამ ახლა აღარ მუშაობს. და ამას მჭირდება რომ ხელი გაუუშვა. მე თუ ემოციასთან დარჩენა არ შემიძლია, იმიტომ რომ ეს ემოცია აუტანელ ტკივილს იწვევს, შეიძლება კითხვა არ იყოს ემოციაში, არამედ კითხვა იყოს ჩემს შეხედულებებსა და დამოკიდებულებას თან მიმართებაში, როგორი შეხედულებები და დამოკიდებულებები მაქვს ამ ემოციასთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამის მიმართ გულწრფელი ვიყო. და გულწრფელობა ნიშნავს ასევე იმას, რომ შეიძლება დღეს პროგრამაში ადამიანი აიძახდეს, რომ იცი რა მე მეოთხე ნაბიჯი დავწერე, მაგრამ ადამიანი ვერ თავისუფლდება წყენებისგან და ბრაზებისგან. იმიტომ რომ მე არ ვარ გულწრფელი იმის მიმართ, რომ ნებისმიერი წყენა და ბრაზი, რომელიც ჩამომიყალიბდა ადამიანის მიმართ, მე დღემდე გონებაში ამ ადამიანის მიმართ აი ეს ისტორია მაქვს, რომელსაც გამუდმებით ყვები და ისევ მჯერ ამ ისტორიას. აი ეს ამბავს გავიხსენებ რა. ბავშვობაში მე მახსოვს, რომ როცა ანგლისში ვისვენებდით ხოლმე პატარაობაში, პეპლებს ვიჭერდი და დახურულ სათავსოში ვათავსებდი. რომ მინდოდა რომ ის პეპლები, ლამაზი პეპლები შემენახა. და ერთ დღეს რომ გამოვაღე და მივედი და დავაგროვე საკმარისი რაოდენობის და გამოვაღე ეს სათავსო, ყველა პეპლა დახოცილი იყო რა. და ძალიან მეწყინა ეს ყველაფერი. გავიდა 20 წელზე მეტი და იმ დღეს რამდენიმე თვის წინ ამ ამბავს ვიხსენებდი დედაჩემთან და ჩემს ძმასთან ერთად. და ეს ამბავი რომ მოვყევი, ჩემმა ძმამ მითხრა რომ მოიცა რა სყვებიო, ეგ მე ვაკეთებდიო მაგას. და ეგ ჩემ ამბავს ყვებიო ეხლა რა, მე ვიყავიო ის ვინც ვაგროვებდი პეპლებს და კარადაში ვინახავდი და მე დაიხოცნენო. და მე შევეწინავდი, მოიცა კაცო, ეგ ჩემი ისტორია, შენ რანაირად იყავი. და მე დედაჩემს ვკითხე რომ გახსოვს მეთქე გამბავი თქო და კი მახსოვსო. და გახსოვს ვინ იყო რეალურად ხო? და კი შენი ძმა იყო. და ეგ ძალიან მაგარი გამოცდილება იყო ჩემთვის. იმიტომ რომ მე დღეს როგორც მახსოვს ჩემი წარსული, ეგ ფაქტი არ არის. წარსული იყო მტკივნეული და განმივითარდა წყენები, იმიტომ რომ მე იმ მომენტში მქონდა თავი გაიგივებული იმოცემულობასთან და იმ მომენტში როგორც შემეძლო ისე აღვქვავდი ჩემს ემოციებს და ჩემს შეხედულებებს იმ ადამიანების და საგნების მიმართ. და აი თუ მე იქ ვარ ისევ დარჩენილი და იგივე ემოციას და იგივე აზრებს დღემდე 20 წლის მერე საკუთარ თავს ვუყვები, ეს იწვევს იმას, რომ ჩემში ძალიან დიდ ფესვს იდგავს ნებისმიერი ემოცია. და დღემდე მგონია, რომ ეს ესე იყო. მაგრამ ფაქტი არ იყო. და საკითხავია მე ვინ იცის რამდენი წყენა მაქვს მშობლების მიმართ, მეზობლების მიმართ, მეგობრების მიმართ, იმდროინდელი ურთიერთობების მიმართ. შეიძლება გუშინდელი წყენა იყოს, შეიძლება 20 წლის წინანდელი და მეტი წლის წინანდელი წყენა იყოს. მაგრამ იმ მომენტში მე იმდენად ემოციურად ჩართული ვარ ამ პროცესში, რომ ყველა ადამიანთან და ყველა მოცემულობასთან იმდენად გავაიგივე თავი, რომ კარგავ უნარს ადეკვატურად შევხედო პროცესებს. და მათი შეხედულებები და მათი წყენები საკუთარ თავზე არ გადმოვიტანო. მათთან ჯიბრში არ შევიდე. მათი სიტყვები არ იყოს ჩემი მდგომარეობის განმაპირობებელი. აი ამის შესაძლებლობას ვკარგავ. და ეს იწვევს წყენას ჩემში. და მე თუ ამას დღემდე ვუყვები საკუთარ თავს, ესე იგი არ ვარ გულწრფელი საკუთარი თავის მიმართ რა. მე წარსულზე მიჯაჭვული ადამიანი ვარ. წინააღმდეგ შემთხვევაში მე ჩემში აღარ არსებობს არც ერთი წყენა, სადაც დავინახე რომ
არ იყო იქ ჩემი პასუხისგებლობა რა. ანუ სხვა ადამიანმა რა გააკეთა, რა მითხრა, როგორ მოიქცა, ეს არ არის ჩემი პასუხისგებლობა. არც ერთი ადამიანის სიტყვა და ქმედება, თუნდაც ჩემსკენ მომართული, არ განაპირობებს ჩემს ქმედებებს და ემოციის ცვლილებებს. პროგრამაში ჩვენ ხშირად ვიძახით, რომ თანადამოკიდებული ადამიანი. თანადამოკიდებული ადამიანი არ არის მარტო ცოლ-ქმარს შორის, ხო? ან დედა-შვილს შორის. თანადამოკიდებულება ნიშნავს, რომ სხვა ადამიანის ცხოვრებით ვიწყებ ცხოვრებას. ანუ მისი ქმედებები და მისი შეხედულებები, საუბარი ცვლის ჩემს ქმედებებს, საუბარს, ემოციას და ასე შემდეგ. მე ვერ მორგებული ვარ იმ ადამიანს. და რავი, გულახსოვთ და დავფიქრდი ახლა. წყენებიც ეგ არ არის. რაღაც ადამიანმა გააკეთა, ან თქვა ჩემთან მიმართებაში, ან არ დააკმაყოფილა ჩემი მოლოდინი, რომ როგორ უნდა გაეკეთებინა და ჩემი წარმოდგენა როგორია, კარგი მეგობარი, კარგი მშობელი როგორ იქცევა. ეს არ გააკეთა და მისმა გაკეთებულმა ან არ გაკეთებულმა ჩემში აემხელა ემოცია გამოიწვია. და ინფანტილიზმი არის ეგ ზუსტად. რომ თანადამოკიდებულებაში განვითარებული ემოცია, რომელსაც დღემდე დავათრევ, ეს არის ინფანტილიზმი. და მე თუ მინდა რომ ამ ინფანტილიზმიდან გამოვიდე, მაშინ უნდა დავსვა კითხვა, რომ გულწრფელი ვარ იმ ამბების მიმართ, რა ამბებსაც დღემდე საკუთარ თავს უყვები ამ ადამიანების თუ მოცემულობის შესახებ. იქნება და ეგ ფაქტები არ არის. იქნება და მისი ნათქვამი და ქმედება ჩემს ადამიანობას სიკარგეს თუ სიცუდეს, ბედნიერებას თუ უსაფრთხოებას არ განაპირობებს. აი ამის მიმართ მე თუ შემიძლია გულწრფელი პასუხები გავცე, ძალიან საეჭვო რომ იქ წყენა დარჩეს. მაგრამ თუ ადამიანი მეოთხე ნაბიჯს წერს და ის ვერ თავისუფლდება წყენებისგან, შიშებისგან, არაკონსტრუქციული ქმედებებისგან, პროგრამა პირდაპირ გვეუბნება, რომ ადამიანები, ვინც ვერ გამოჯამთრდნენ, არიან ის ადამიანები, ვინც ვერ შეძლეს ყოფილიყვნენ გულწრფელები. კარგით, მეგობრებო, გავაგრძელებ წიგნის კითხვას. შემდეგი ნაწილი არის ზნეობრივი აღწერა. ზნეობრიობა არის მართებულისა და უმართებულოს ჩვენეული განცდა და არის ჩვენი შინაგანი მეს გარე გამოხატულება. ჩვენი წინასწარი განწყობა, შეუწყნარებლობა, კრიტიკულობა, შიში და დანაშაულის განცდა, ეს ყველაფერი ჩვენი მორალის ნაწილია, ისევე როგორც თავკერძობა, ეგოიზმი და ბრაზი. მორალი მომდინარეობს შეხედულებებისა და დამოკიდებულებებისგან, რომლებიც ბავშვობიდან მოყოლებული ჭეშმარიტებად მივიღეთ. ზოგიერთი შეხედულება შეიძლება ცდომილება იყოს. ჩვენი დამოკიდებულებები შეიძლება იყოს არარეალისტური, ან იმ პირობებზე დაფუძნებული, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში აღარ არსებობს. შეიძლება ვცხოვრობდეთ არა ჩვენი საკუთარი, არამედ ვიღაც სხვისი მორალით. როდესაც აღმოვაჩენთ სინამდვილეში რისი გვჯერა, შეგვიძლია ამ შეხედულებების შესაბამისად ვიცხოვროთ. ამ აღწერის მიზანია გამოამჟღავნოს ჩვენს მიერ გამომუშავებული არაეფექტური ქცევები და დაგვანახოს, თუ როგორ გვაკონტროლებს ისინი ჩვენ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელსაც აღწერისას უნდა დავაკვირდეთ, არის წყენა. სხვა ადამიანების თუ ორგანიზაციების მიმართ არაკეთილგანწყობის ეს გრძნობა სულიერ სიმშვიდეს გვირგვევს. როდესაც ვინმეზე ან რამეზე ვართ ნაწყენი, უნებლიეთ იმ ვიღაცას თუ რაღაცას ნებას ვაძლევთ გვაკონტროლოს. ეს ჩვენ გვაზიანებს, თუმცა შეიძლება არაფერი დაუშავოს მათ, ვიზედაც ვართ ნაწყენი. მათ ამაზე შეიძლება არც კი ქონდეთ წარმოდგენა. წყენის გულში ჩამარხვას მხოლოდ უიმედო და უსიხარულო ცხოვრებამდე მივყავართ. ამის გამო აღწერაში ჩამოვთვლით წყენებს, რომლებიც გვქონია ადამიანების, ორგანიზაციების თუ წესების მიმართ. თავს დავეკითხებით, ჯერ კიდევ რატომ ბრაზობთ მათზე. შემდეგ ავხწერთ, თუ როგორ იმოქმედა ამ წყენებმა და როგორ შეცვალა ჩვენი ფიქრები, გრძნობები თუ ქცევები. ჩვენი სიამაყე, თვითშეფასება, ამბიცია, პირადი ურთიერთობები თუ ფინანსური უსაფრთხოება დააზიანდა ან საფრთხე დაემუქრა? ჩვენი სიამაყე, თვითშეფასება, ამბიცია, პირადი ურთიერთობები თუ ფინანსური უსაფრთხოება დააზიანდა ან საფრთხე დაემუქრა? თუ შეგვიძლია განსაზღვროთ შედეგად აღძრული ემოცია, ამასაც ჩავიწერთ. გავაზიარებ, რომ ჩემთვის ძალიან დამხმარე იყო და დღემდე ძალიან დიდი დახმარება არის, თუ საკუთარ თავს ვახსენებ რეალურად ჩემთვის მორალი რა არის რა. მე აქამდე მორალი ყოველთვის მეგონა, რომ რა ვიცი, რაზეც საზოგადოება ლაპარაკობს, ოჯახი იქნება თუ მთლიანად ადამიანები რაზეც შეთანხმდნენ, რომ ეს სწორია ან არასწორია, მეგობრები ესე არ უნდა იქცეოდნენ, ან მშობლები ესე უნდა იქცეოდნენ და ასე შემდეგ, ან სამსახურში ეს მოსულა, არ მოსულა, ურთიერთობებში ეს შეიძლება, არ შეიძლება. რაც მე მესმოდა სხვისი შეფასებები, რომ კარგია ეს და მე ეს ცუდია, ეს ვაქციე ჩემს მორალად, მორალის წესად. და ეს აღმოჩნდა ჩემ შემთხვევაში გასაღები იმისი, თუ როგორ გავთავისუფლდე წყენებისგან. მორალი არ არის გარედან მოცემული ინსტრუმენტი. მორალი არ შეიძლება იყოს
რაზეც ადამიანები შევთანხმდით და ეს ვაქციო ჩემს მორალად, ეს დაზიანებამდე მიმიყვანს, манипуляციამდე მიმიყვანს, კონტროლამდე მიმიყვანს. მორალი არის რაღაც, რაც ჩემი შინაგანი მედან გარეთ გამოიხატება. გულწრფელი ურთიერთობა საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან. არა შეფასების და შეჯიბრის მდგომარეობა, ან წესებში სამართლიანის თუ სამართლოს მდგომარეობა, არამედ ჩემი შინაგანად სულის მდგომარეობა გულწრფელად, ანგარების, შეფასების, შეჯიბრის გარეშე. სულიერი პრინციპების ხელმძღვანელობით, რეკომენდაციებით და პასუხისგებლობით ქმედება, რაც შინაგანი მაღალი ძალისგან მოდის. მე ღმერთს ავარქმევდი, რაც ღმერთისგან მოდის შინაგანად ჩემში და არა ჩემი გონების კონსტრუქციული ურთიერთობებიდან. აი ეს შეიძლება იყოს მორალი. ანუ ჩემი შინაგანი განცდა, რომ ჩემი ქმედება ზნეობრივია თუ არ არის ზნეობრივი. ჩემი ქმედება დამაზიანებელი იქნება თუ არ იქნება დამაზიანებელი. ამ ადამიანს ხომ არ ვაფასებ, მისი ქმედებები იმაზე მეტად ხომ არ ვაქციე ვიდრე იყო. ან მისი სიტყვები ჩემებურად ხომ არ გადმოვაკეთე. ანუ იდეაში ზნეობრივი ქმედება, რასაც მორალი შეგვიძლია დავარქმევთ, ეს არის გულწრფელობა. ნებისმიერი ჩემი საქციელის, ქმედების, სიტყვის და სხვა ადამიანის მიმართებაში თუ საკუთარ თავთან მიმართებაში გულწრფელი პასუხი, ანუ გულწრფელი გამოხმაურება, გულწრფელი დამოკიდებულება. ეს არის ერთადერთი მორალი, რომელიც არ მაზიანებს არც მე და არც სხვას. და არა რაზე შევთანხმდით და არ შევთანხმდით. ან როგორ მასწავლეს, როგორი უნდა იყოს ეს, ან როგორი არ უნდა იყოს. ამას მივყავარ მთავარ გასაღებამდე, რაც ჩემს წყენებში ძალიან კარგად ჩანს, რა, მაგალითისთვის ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა ნაბიჯების გავლის პროცესში. და თითქმის ყველა შემთხვევაში, ვისთანაც ნაბიჯები გამივლია, რატომღაც ხდება ისე, რომ საკუთარი თავი გვავიწყდება რა, ანუ შეიძლება ადამიანმა ჩამოთვალოს 100 ადამიანი, რომ აი 100 ადამიანზე ვარ ნაწყენი. შეიძლება ვიღაცამ 5 ჩამოთვალოს, ამას რაოდენობას არ აქვს, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა. მაგრამ რატომღაც აღმოჩნდება ხოლმე ისე, რომ ამ სიაში ჩემი ადგილი არ გამოიწებნა რა. ანუ მე შემიძლია ვთქვა, რომ ყველა დასაბუთებულად ვთქვა, რომ აი ამანა ეს გააკეთა, ეს მოიქცა, ჩემში წყენა გამოიწვია და ნაწყენი ვარ. ესე არ უნდა გაეკეთებინა. ცუდად მომექცა და ასე შემდეგ. მაგრამ როგორ ხდება ის, რომ წყენების სიაში საკუთარი თავი არ შემყავს? და ეს ხომ არის პირდაპირ იმის ნიშანი, რომ მე მთელი ყურადღება გარეთ მაქვს გადატანილი რა. გარეთ ვეძებთ ამ ნაშავეს. და მე იმასაც კი ვერ ხვდები და იმდენად არ მაქვს საკუთარ თავთან ურთიერთობა და იმდენად არ ვიცი ურთიერთობა საკუთარ თავთან, რომ საკუთარ თავზეც არ დამისვავს კითხვა, რომ საკუთარ თავის მიმართ ხომ არ ვარ ნაწყენი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავსვა ეს კითხვა, რომ მე ნაწყენი ხომ არ ვარ საკუთარ თავზე. ჩემი ქმედებები მე როგორც დღეს ურთიერთობ საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან, ხომ არ არის ამ წყენებიდან გამომდინარე. აი ჩვენ წეღა ლიტერატურის წიგნში წავიკითხეთ, რომ მე შეიძლება აღმოვაჩინო, რომ საკუთარი მორალით კი არ ვცხოვრობ, სხვისი მორალით ვცხოვრობ. და მე დამიფიქსირები ეგეთი რაღაცა, რომ აი არის რა ნათესავებში საუბარი მშობლებთან, მეგობრებთან, რომ აი დაურეკე თორე ეწყინება, მიულოცე თორე ეწყინება, ეს მოსულა, ეს არ მოსულა, ეს გააკეთო, ეს არ გააკეთო. მაგრამ მე ამის სურვილი შეიძლება არ მქონდეს შინაგანი რა და ვაკეთებდი რაღაცებს, იმიტომ რომ ვიღაცას არ ეწყინოს, ვიღაცამ არ გააკეთოს. და აი ამ მოწოდებული მორალით ხელმძღვანელობ, რომ ოღონდ ვიღაცას არ ეწყინოს, ან არ მოსულა, არ დაარქვან ჩემს აქციელს. მე ასე არ ვიზავდი, არ შემაფასოს ვიღაცამ და ვაკეთებ რა, იმიტომ რომ რავი, ესე ვართ ხალხი შეთანხმებული ერთმანეთს, მაგრამ ეს ჩემს შინაგან მდგომარეობას არ შეესაბამება და მე ამით ვძალადობ საკუთარ თავზე. და ამაზე ძალიან ნაწყენი ვარ საკუთარ თავზე. იმაზე კი არა, სხვებმა მომახვიეს ეს მორალი თავზე, არა, სხვებს აქვთ უფლება თქვან, იცხოვრონ და გააკეთონ ისე, როგორც თვითონ ჩათვლიან საჭიროდ. და ჩემი პასუხისგებლობაა, რომ მათი შეხედულებები მე ან მივიღო, ან არ მივიღო. ეს ჩემი პასუხისგებლობაა მხოლოდ და არა სხვისი. მე ნაწყენი ვარ საკუთარ თავზე, რომ მივდიოდი იქ, სადაც წასვლა არ მინდოდა, საუბრობდი იქ, სადაც საუბარი არ მინდოდა. მე ნაწყენი ვარ საკუთარ თავზე, რომ მქონდა სექსუალური ურთიერთობა მაშინ, როცა არ მინდოდა.
ნაწყენი ვარ საკუთარ თავზე, რომ ულოცავდი ადამიანებს თუნდაც დაბადების დღეს, როცა ამის მილოცვა და საუბარი არ მინდოდა. მე ნაწყენი ვარ საკუთარ თავზე, რომ ძალადობ საკუთარ თავზე. ნაწყენი ვარ საკუთარ თავზე, რომ არ უვლი საკუთარ თავს ფიზიკურად. ბანაობის დროს სხვა რაღაცებზე ვფიქრობ. ნაწყენი ვარ საკუთარ თავზე, რომ როცა დახმარებას მთხოვენ, უარს ვერ ვიძახი. განსაკუთრებით, როცა ფინანსებს ეხება საქმე და ის ახლობელ ადამიანს ეხება, უარს ვერ ვიძახი. ნაწყენი ვარ საკუთარ თავზე, რომ მე შემიძლია წავიდე თანხა ვისესხო და სხვას მივცე. იმიტომ რომ არ შემიძლია რომ თქვა რომ არ მაქვს თანხა. ესეთი უამრავი წყენა არის ჩემში. და ეს ვატყობ იწვევს რომ ეს ჩემი შინაგანი ჩემ თავის მიმართ წყენები, თუ მე ამის მიმართ არ ვარ გულწრფელი და ამითი არ დავიწყე ინვენტარიზაცია, მაშინ რა თქმა უნდა რომ ვერ გავთავისუფლდებით სხვების მიმართ წყენებში. იმიტომ რომ მე თუ დავიჯერე, აი სიტყვაზე ავიღოთ ესეთი რაღაცა, რომ მე მირეკავს მშობელი და მეუნება რომ აი ხვალ ამის დაბადების დღეა და მიულოცე თუ რა ეწყინება. ნუ ნახოთ ხვალ რა იქნება. დადგა ხვანდელ დღე. მე ვატყობ შინაგანად რომ არ მაქვს არავისთან საუბრის სურვილი. აი უბრალოდ აი ესე ხდება რა, რომ მოხდა რომ აი არ მაქვს არავისთან საუბრის სურვილი. მე რო ეხა ავდგე და დავრეკო ამ ადამიანთან, უნდა ვიძალადო საკუთარ თავზე რა, აი ძალით უნდა ავდგე და აი უბრალოდ რაღაცა ვალდებულება მოვიხადო. და ეს რაღაცა ძილობიანობა, რომ არ თქვა რომ აი უყურადღებოა და უძდელია და ასე შემდეგ. და აი ძალით უნდა გავაკეთო ეს. და მე ვეკითხები ჩემ თავს რომ მაქვს უფლება რომ არ დავრეკო? და პროგრამამდე ჩემი პასუხი იყო რომ არა, არ მაქვს უფლება. მე ამის უფლება არ მაქვს. და უნდა დავრეკო. და ეს ჩემში ესეთი მსგავსი ქმედებები ბავშვობიდან ხო ჩემში აყალიბებს იმას რომ ის კი არაა მნიშვნელოვანი მე რას ვგრძნობ და ჩემი საჭიროება, ჩემი ემოციური თუ ფიზიკური საჭიროება როგორია, ეს კი არაა მნიშვნელოვანი. არამედ ის თუ საზოგადოება რაზე შევთანხმდით, რა არის საწყენი და რა არ არის საწყენი, რა არის კარგი ნათესაობა და რა არის ცუდი ნათესაობა, ამაზე რომ შევთანხმდით, ეს უფრო მნიშვნელოვანი გახდა ჩემ ცხოვრებაში. და მე სხვა ადამიანმა თუ ჩემგან განსხვავებით მიცა თავისუფლება, არ დამირეკა, არ მომილოცა, არ მომაქცია ყურადღება, მე უკვე მეკუთვნის, რომ გაბრაზებული ვიყო, უკვე მეკუთვნის, რომ ნაწყენი ვიყო. უკვე ჩემი რაღაცნაირი მოვალეობაც კი არის, რომ ნაწყენი ვიყო, რომ მე ვაკეთებ და ეს ადამიანი რატო არ აკეთებს. ამას რაღაცნაირად დამპლურ თამაშებს ვეძახი ხოლმე რა და ამ ესეთ დამპლურ თამაშებს მილიონს ხედავ ყოველდღიურად საკუთარ თავში. ამიტომ მე ვერ გამთავისუფლდები სხვა ადამიანის წყენებისგან თუ საკუთარ თავთან არ დავიწყე მეგობრობა და საკუთარ თავთან არ დავსვი საკითხი, რომ მე ნაწყენი ვარ საკუთარ თავზე ძალიან ბევრ რამეში. ანუ მე არ მაინტერესებს სხვები რას აკეთებენ და როგორ მოქმედებენ. მე მაინტერესებს მე თვითონ როგორ ვურთიერთობ საკუთარ თავთან. რამდენად კარგი მეგობარი ვარ საკუთარი თავის. და რისი უფლება მაქვს და რისი არ მაქვს და მე აქამდე გამსაზღვრავდი რომ სხვემა რაც მითხრეს რომ ირაკლი აი მის უფლება გააქვს და ამისი არ გააქვს, ამით ვფუნქციონირებდი. ამან არ იმუშავა ჩემზე. ეს იმათი ბრალი კი არ არის. ეს ჩემი ბრალია, იმიტომ რომ მე გულწრფელი არ ვიყავი, როდესაც არ იმუშავა ამ მორალმა და მე მაინც გავაგრძელე ამორალი ცხოვრება. და ეს იმას კი ანიშნავს, რომ ჩემი ბრალი იყო, რომ მე დამნაშავე ვარ, ცუდი ვარ, ანუ უჭყუა ვარ და ასე შემდეგ. არა, ეს ნიშნავს, რომ ჩემში არის დაავადება, რასაც ქვია შეფასებაზე დამოკიდებული, სხვა ადამიანების განწყობაზე დამოკიდებული ადამიანი, ემოციური ადამიანი ვარ. და ჩემთვის საერთოდ მნიშვნელოვანია ვირას ფიქრობს ჩემზე. ყველამ კარგი მინდა რომ იფიქროს. მგონია რომ ვერ გადავრჩები სხვანაირად. ჩემი პასუხისგებლობა რომ ყველასთვის მოსაწონებია. ეს ჩემი დაავადება და არა ჩემი არჩევანი. მაგრამ პროგრამა მასწავლის რომ მე არ შემიძლია ვთქვა რომ იცი რა ვქნა დაავადებული ვარ და ესე მოვიქცევი. ესეც თავის გამართლება, ესეც გაქცევა არის. მე ვხედავ ჩემს დაავადებას. საკუთარ თავს ვექცევი თანაგრძნობით და სიყვარული და მზრუნველობით რომ ვიძახი რომ ოკეი, ეს გამოიწვია დაავადება. და დღესაც იწვევს, მაგრამ მე რა შემიძლია გავაკეთო? კი არ ვებრძოლო და მიუღებლობით, არამედ მე რა შემიძლია გავაკეთო. და პროგრამაში მეძლევა არჩევანი, რომ თქვა არა და მე ამის უფლება მაქვს. და მნიშვნელოვანია ჩემთვის შევახსენო, რომ ჩემი უარის თქმით თუ სხვა ადამიანს, რავი, გეგმები შეეცვლება, განწყობა შეეცვლება, ხასიათი შეეცვლება თუ ემოცია შეეცვლება, ეს ჩემი პასუხისგებლობა არ არის. და პროგრამამდე ყოველთვის ჩემი პასუხისგებლობა იყო, მე უნდა მეზრუნა, რომ არავის უარყოფითი ემოციები არ გაჩვენოდა.
და მე ვიყავ პასუხისმგებელი ყველას ემოციებზე, განწყობაზე, ხალისზე, გართობაზე და ასე შემდეგ. და არის ეს რეალურად ჩემი პასუხისმგებლობა? არ არის. ჩემი პასუხისმგებლობა რომ მე ვიყო გულწრფელი და რაც თუ არ შემიძლია, არ გავაკეთო. თუ შემიძლია, მადლობა ღმერთს რომ შემიძლია და გავაკეთო. მაგრამ თუ გულწრფელად არ შემიძლია და ამის რესურსი არ მაქვს, არ გავაკეთე. თქვი არა. და ამან ჩემში მადლიერება გამოიწვია საკუთარი თავის მიმართ, ღმერთის მიმართ, 12 ნაბიჯის მიმართ, რომ შევძელი და არა ვთქვი. ამით დაუმეგობრდი საკუთარ თავს. და ეს თუ კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ ეს თუ სხვა ადამიანში განწყობას ცვლის, ეს ჩემი პასუხისმგებლობა არ არის, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ იმ ადამიანმა ეს ყველაფერი ინფანტილურად მიიღო და შეუძლია, რომ იმანაც გამოიყენოს როგორც საკუთარი თავის გაცნობის საშუალება, რომ არამედ კი არ ეწყინოს, არამედ მიიღოს მოცემულობა ისეთი როგორიც არის. ანუ არ გვეგონოს ადამიანებს, რომ ერთმანეთის განწყობები ჩვენი დასარეგულირებელია რა. აი მაგალითად მე ფინანსებზე როგორც თქვი, რომ უარის თქმა არ შემიძლია, მით უმეტეს თუ ეს ახლობელ ადამიანს ეხება, მე შემეძლო წავსულიყავი მესესხებინა ფული და ისე მიმეცა, ხო? და ეს ჩემში დაზიანებას იწვევდა, რა თქმა უნდა. ნერვიულობას იწვევდა. მე შეიძლება მქონდეს ყოზე რაღაცა მანქანის შეკეთების ფული გადადებული და ეხა ამჭირდებოდეს, მაგრამ ვიცი რომ ერთ კვირაში დამჭირდება. და ეს ფული გადავდე მანქანისთვის. და მეგობარი როცა მიერეკავს და მეუნება რომ ხომ ვერ მასესხებ თანხას, მე არ მაქვს უნარი რომ უარიო თქვა რა. იმიტომ რომ მე მგონია რომ ცუდი ადამიანი ვარ თუ ამ მანქანის თანხას როცა მიდევს, სხვას არ მივცემ. მაგრამ რეალურად ეს თანხა ჩემია? აი ეს თავარი კითხვა არის ჩემთვის, მე რაც მეხმარება რომ ეს თანხა ჩემია? და არ არის ეს თანხა ჩემი. მე თუ გადავდე და ამ თანხას დავარქვი ის რომ მანქანის გასაკეთებელი თანხა არის, ეს თანხა ესე იგი მანქანის გასაკეთებელი თანხაა და არა ჩემი. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ მე მივცე საკუთარ თავს უფლება რომ მხოლოდ და მხოლოდ იმ ფულზე ვიყო პასუხისმგებელი, რომელიც მე მაქვს და ეს არ არის გათვლილი რაიმე საჭიროებისთვის. და დღეს ესეთი ინსტრუმენტით ხელმძღვანელობ, რაში ძალიან დამეხმარა ჩემი სპონსორი, როცა ეს გამიზიარდა და ძალიან მეხმარება რა. რომ ადამიანს აქვს უფლება ჩემთან მოვიდეს და ყოველდღე მე სხვათა შორის მე იმის გამო რომ უარს ვერ ვიძახდი ამ თანხის გაცემაზე. მქონდა თუ არ მქონდა არ აქვს მნიშვნელობა, უარს ვერ ვიძახდი, მაინც ვიშოვდი და მივცემდი. ან მოვაკლებდი ჩემთვის საჭირო რაღაცეებს და მივცემდი. მე მიჩნდებოდა გაღიზიანება, რომ რა შეუგნებელია, რა ვერ გაიგო, ან ყოველდღე როგორ უნდა მთხოვოს და იმ ადამიანზე გადამქონდა ეს აგრესია. იმიტომ რომ მე ვღიზიანდებოდი, რომ ეს ადამიანი მაგდებდა ისეთ სიტუაციაში, სადაც მე მიწევდა ისეთი ქმედების გაკეთება, რომელიც არ მსურდა რომ გამეკეთებინა. და მისი პასუხისმგებლობა თუ აქციე. მაგრამ მეოთხე ნაბიჯი მაგას მაჩვენებს, მე თუ გულწრფელად ვაკეთებ მეოთხე ნაბიჯს, რომ მე რომ მასზე ვარ ნაწყენი, რომ ფულს მთხოვს. ეს ვისი პასუხისმგებლობაა, ჩემი თუ მისი? აი ანონიმურ ემოციონალებში როცა ნაბიჯებს ვწერთ და წყენებშია, იქ წყენების ნაწილს ვაკეთებთ, იქ ერთი მნიშვნელოვანი კითხვაა, ჩემი შეცდომა რა იყო? რომ მთელი ხედვა მე მჭირდება რომ ჩემკენ შემოვიტრიალო და არა სხვისკენ. ჩემი შეცდომა რა არის აქ? ოღონდ შეცდომა არა როგორც ცუდი ირაკლი რაღაც ცუდს აკეთებს, არამედ რაღაცა ერორი რა, რაღაცა არასწორად გავაკეთე. რაღაცა ისეთი ინსტრუმენტი გამოვიყენე, რომელიც არ მუშაობს უკვე დიდი ხანია, მაგრამ მე მაინც ვეჯაჯურები რომ გამოვიყენე. ჩემთვის ერთი ძალიან ძვირფასი მასწავლებელი ეს რაღაც იცახის ხოლმე რომ იგივეა რომ მაგალითად ხელსაწყო რომელიც შენი კარების შესაკეთებლად გჭირდება და ეს ხელსაწყო შეიძლება იყოს ბრტყელტუჩა. ბრტყელტუჩის მაგივრად გამოიყენო ხერხი. და ხერხით ცდილობდი რომ შეასრულო ბრტყელტუჩის საქმე. არ გამოვა. და ზუსტად იგივე ხდება მე როდესაც სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში ვიყენებ იმ პატერნს, რომელი პატერნიც არ მუშაობს. მე მჭირდება გამოვიყენო ის, რაც ქმედება შემიცვლის. და ამ შემთხვევაში არის ის, რომ აი მე როდესაც ვსვავ კითხვას, რომ ჩემი შეცდომა რა არის. აქ ხედვას ვატრიალებ ჩემკენ, მე რა უნდა გამეკეთებინა. ამაზე ანუ ეს იგულისხმება შეცდომაში და არა ის, რომ რაღაცა ცუდი ადამიანი ვარ, რომელიც ცუდ საქმეს ვაკეთებ. და როდესაც ვწერთ მე ინვენტარიზაციას და ვატყობ, რომ ნაწყენი ვარ ამ ადამიანზე, იმიტომ რომ ფულს გამუდმებით მთხოვს და ვერ ხვდება რომ აღარ უნდა მთხოვოს. ეს რეალურად ნაწყენი იმიტომ კი არ ვარ, რომ ის იმ ადამიანის ქმედება არასწორი. არა, მეტიც მჭირდება რომ ვთქვა ჩემ თავს. იმ ადამიანის ქმედება ძალიან ჯანსაღია. იმ ადამიანს თუ აქვს საჭიროება, მას აქვს უფლება რომ ითხოვოს იმდენჯერ, რამდენჯერაც თვითონ ჩათვლის საჭიროდ. ეს მისი ნაწილია.
რომ იმ ადამიანმა კითხვა დასვას. მაგრამ ჩემი ნაწილი არის რომ პასუხი გავცე. და ამ პასუხში მე რომ არ მაქვს იმის სულიერი გამოცდილება და სიძლიერე და გამბედაობა რომ თქვა არა, სადაც არაა სათქმელი არა. სადაც სათქმელი არა, მაშინ რა თქმა უნდა მე ამ ადამიანზე წენა გადამაქვს და ვიცახი რომ ეს ადამიანზე ნაწყენი ვარ, იმიტომ რომ არასწორ რაღაცებს აკეთებს და შეუგნებლად იქცევა. მაგრამ ჩემი შეცდომა რა არის? ჩემი შეცდომა არის ის, რომ არ შემიძლია საკუთარ თავს მოусმინო და მე გამბედაობა გამოვიჩინო და პასუხი გავცე, რასაც ჩემი შინაგანი მდგომარეობა მეუბნება. და ამაში ესეთი ხელსაწყო მეხმარება, ხე რითაც დავიწყე საუბარი რა. ერთი არის რომ კითხვა დაუსვა საკუთარ თავს. ირაკლი გააქვს ეხლა პირველ რიგში არის ის რომ ხო ამ ადამიანს რაც არ უნდა ახლობელი ადამიანი იყოს, არ გავცე მაშინვე პასუხი. ყოველთვის ავიღო 5 წუთიანი პაუზა და უთხრა რომ ამ ადამიანს რომ გადმოგირეკავ. ან რა ვიცი, მომეცი 5 წუთი და 5 წუთში გეტყვი, 10 წუთი, რამდენი ხანი დამჭირდება. უთხრა ამ ადამიანს რომ ეხლა ვერ გაგცემ პასუხს, ცოტა ხანში გააგებინებ. ამ 5 წუთს მე ამაში ვიყენებ. ვეკითხები საკუთარ თავს. ირაკლი, გააქვს შენ მატერიალური რეალურად რესურსი, რომ ეს გააკეთო? თუ მაქვს, შემდეგი კითხვა არის ესეთი. გააქვს ემოციური რესურსი, რომ ეს გააკეთო? თუ აი ესეც არის პასუხი, რომ მაქვს, მადლობა ღმერთს, რომ მაქვს ამის შესაძლებლობა სხვა ადამიანებთან გავაზიარო ჩემი თუნდაც ფინანსები, დრო, რესურსი და ასე შემდეგ და ვაკეთებ. თუ არ მაქვს და რომელიმე პასუხი არის არა, ან ჩემი მატერიალური რესურსი არ არის საკმარისი, ან ჩემი ემოციური რესურსი არ არის საკმარისი ამის გასაკეთებლად, მაშინ ვიძახი არას. მე მჭირდება რომ ჩემი მატერიალური და ემოციური რესურსი ერთმანეთს დაემთხვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი დაავადებით ვმოქმედებ. ჩემი დაავადება მართავს, შეფასების შიში, საკმარისობის განუცდელობა და ასე შემდეგ. ამიტომაა მნიშვნელოვანი რომ გულწრფელად დავსვა კითხვები, რომ ჩემი წარმოდგენებით ხომ არ ხელმძღვანელობს. შეიძლება ჩემი ხედვა სამყაროს მიმართ არ იყოს მთლად ისე გამართული, აღარ მუშაობდეს, როგორც ადრე მუშაობდა და კი შეიძლება ბავშვობაში მე მაგათად ნაწყენი ვარ საკუთარ თავზე, რომ მიდრეკილი ვარ სექსუალურ უნებაზე, დაკმაყოფილებაზე და ასე შემდეგ. მაგრამ დღეს მე 12 ნაბიჯის, მე-4 ნაბიჯი მანახებს, რომ სადღაც ეს მე მუშაობდა და ამიტომ განმივითარდა ეს დამოკიდებულება. მე სახში მახსოვს, რომ ჩემთან ოჯახში ბავშვობის პერიოდში იყო რაღაც პერიოდი ჩემ ოჯახში, სადაც დაძაბულობა იყო, არასიფხიზლე იყო, ჩხუბები, გინება მესმოდა ხშირად. და ეს ბავშვისთვის ჩემთვის როგორც ბავშვისთვის ვერ აღიქმებოდა უსაფრთხო სივრცეთ. ძალიან შეშინებული მახსოვს, რომ დღის განმავლობაში ძალიან შეშინებული ვიყავ. დაბნეული ვიყავი, რაღაცა უნდა გამეკეთებინა და ვერ ვაკეთებდი, არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, ჩემ თავს ვაბრალებდი რაღაცეებს და ასე შემდეგ. და აი ამ არაკონსტრუქციულ გარემოში, სადაც მე დაბნეული ვიყავი, გამოსავალი ვნახე, რომ ხშირად დაკავებულიყავი მასტურბაციით. და ეს მასტურბაცია ჩემში იწვევდა ჯერ ერთი რომ ყურადღების გადატანას, ერთი გარემოდან მეორე გარემოზე. და მეორეს ერთი კიდევ ამ დაკმაყოფილების პროცესში რაღაცნაირ ბავშვურ გაბრუებას. და ეს გაბრუება იყო წამიერი, მაგრამ ის წამიერი გაბრუებაც შემთხვევით იყო ძალიან დიდი შვება და საკმარისობის განცდა, რომ აი აქ ეხა მშვიდად ვარ, უსაფრთხოდ. და შეიძლება ეს დღეში რამდენჯერმე ყოფილიყო და დღეში რამდენჯერმე გამეკეთებინა პატარა ესეთი ამოსუნთქვები. ეხა ეს ვისი ბრალი არის? ჩემი მშობლების, რომ ერთმანეთში კამათობდნენ, თუ ჩემი, რომ არ გავაზიარე ის რაც ჩემში იწვევდა დაბნეულობას, შეშინებას და ასე შემდეგ. და ჩემში უამრავი მიზეზი არსებობს, რატომაც შემიძლია ავდგე და ის არის სხვისკენ გადავიტანო. მაგრამ ეს არ მუშაობს რა. მე მჭირდება რომ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღო და თქვა, ჩემი შეცდომა რა იყო? ჩემი შეცდომა იყო ის, რომ მე არასდროს არ მივსულ ვარ ჩემ მშობლებთან და არასდროს არ მეთქვამს, რომ იცი რა, შეშინებული ვარ, დაბნეული ვარ, გაურკვევლობაში ვარ. ანუ მე ვერ ვიპოვე ადამიანი ისეთი, ვისთანაც შევძლებდი გამეზიარებინა ჩემი ემოციები, ჩემი მდგომარეობა. ამის მაგალითად ვარჩიე, რომ გააქცევა მენახა მასტურბაციაში, ვნებაში, აღზნებაში და ასე შემდეგ. და ამის გამო ნაწყენი ვარ საკუთარ თავზე. ხო და მოვატყობ, რომ ეს დასრულობაშიც, სექსუალურ ვნებაში როცა დაბნეული ვარ, გაბრაზებული ვარ ან ნაწყენი ვარ, პირველი ინსტინქტი დღემდე ჩემი თავი რასაც მაწუდეს არის ის, რომ სექსუალური აღზნება მეუფლება. ხო და ეგ არის ჩემი არჩევანი, რაც პროგრამა მომცა, რომ დავაფიქსირო, რომ შეიძლება ბავშვობაში, როცა პატარა უმწეო ვიყავი, სადაც არ შემეძლო მივსულიყავი და ვიღაცებისთვის რაღაცები გამეზიარებინა,
და მაშინ ეგეთი გაქცევის მექანიზმი ვიპოვე და მაშინ თუ მუშაობდა, ეხლა შეიძლება აღარ იყოს საჭირო ამ მექანიზმის გამოყენება და იგივე მექანიზმით ნუ გავიყუჩებ ამ ტკივილს რა, არამედ როგორც დასრული ადამიანი დავსვა კითხვები, ჩემში რა ხდება. ამ ადამიანებთან ურთიერთობა, რომელზეც წყენა მიყალიბდება, რა იწვევს ამ ყველაფერს. რამე ხომ არ არის ისეთი რისი გაზიარებაც მსურს და არ ვაზიარებ. რამეს ხომ არ ვიტოვებ გულში. რაღაც მორალური წესებით ხომ არ ვეკიდები ადამიანებს და საკუთარ თავს. და დღეს ხვდები რომ ეს შეცდომა არ არის ის რომ ცუდი ადამიანი ვიყავი და რაღაცა არაგონირულად მოვიქეცი. ეს არის რომ მე არ მქონდა უბრალოდ უნარი რომ ჩემ დაავადებაზე ძლიერი ყოფილიყავ. ჩემი დაავადება არ განვითარებულა რაღაც კონკრეტულ ასაკში. ჩემი დაბადებასთან ერთად ჩემი დაავადებაც იზრდება. და მე არ მქონდა უნარი რომ ამ ეს დაავადება შემემჩნია. შესაბამისად მოქმედებდი დაავადებასთან ერთად და ამ დაავადებებში მჭირდებოდა გაქცევის გზები და რაც იმ მომენტში მუშაობდა. ვიცხოვრე ისე როგორც შემეძლო რომ მეცხოვრა. და ჩემი წარსული და ჩემი შეცდომები არ განაპირობებს ჩემს ადამიანობას. მე ვიზრდებოდი უბანში, სადაც გამოსწორებული კაცის დედავატირე, ესე მე თვითონ ვიხსენიებდი ადამიანებს და ამის გამო ბევრი ადამიანი გაგვირიყია და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა რომ მე მაქვს შეფასების შიში რომ მე თუ შეცდომა დაუშვი, всё რა, მე ხაზი გადამესვა. არა, ვიცხოვრე ისე როგორც იმ მომენტში შემეძლო რომ მეცხოვრა და ამას არაფერი კავშირი არ აქვს იმ ირაკლისთან რაც დღეს არის. ჩემი არც ერთი შეცდომა და არც ერთი წარსულის გამოცდილება არ განაპირობებს ჩემს დღევანდელ სულიერ ფიზიკურ თუ ადამიანურ მდგომარეობას. ისევე როგორც სხვების. მაგრამ ამის აღიარება მტკივნეულია. იმიტომ რომ მე აქ გონებას აღარ აქვს საკამათო, საჩხუბარი, შესადარებელი, შესაფასებელი და ჩემი დაავადება ვეღარ იკვებება, ვეღარ საზრდოობს ვერაფრით. ვისაც წყენები უნდა ჩემში, ეს არის ჩემი დაავადებული ეგოცენტრიზმი. ვისაც ბრაზი, კონფლიქტი, დრამა, მძაფრი ემოციები, გარჩევები, მე სწორი ვარ, დაჩაგრული ვარ, საწყალი ვარ, მიღალატეს, ესე მომექცნენ, არ უნდა მოქცეულიყვნენ, ეს ყველაფერი ვის ჭირდება? ზუსტად ჩემს დაავადებულ ეგოცენტრიზმს, რომელიც იკვებება ამ ყველაფრით. ამით შეგვიძლია გადავიდეთ წყენებზე სხვების მიმართ. აი მაგალითად მე ნაწყენი ვარ მამაჩემზე რომ ჩემს საყვარელ ადამიანს ცუდად მოიხსენიებს, ცივად, არასასიამოვნოდ მოიხსენიებს. და მახსოვს რომ ბავშვობიდან ესე იყო ხოლმე, ჩემთვის ვინც იყო მოსაწონი მეგობარი, მამაჩემთვის შეიძლება არ ყოფილიყო მოსაწონი და რაღაც ჩემი აღქმით აგდებულად მოიხსენიებს. და მეოთხე ნაბიჯი მასწავლის რომ ერთია რომ მე ნაწყენი ვარ ამ მოცემულობაზე, ეხლა რაც ვთქვი, მაგრამ მეორეა რომ ჩემი შეცდომა რა იყო და ჩემი შეცდომა დღეს ვფიქრობ რომ ანუ ჩემი შეცდომა როგორც პასუხისგებლობა რა, რომ მე რა უნდა გამეკეთებინა და არ გავაკეთე, რა შემეძლო გამეკეთებინა და რა ვერ გავაკეთე. და მე არასდროს არ მივსულვარ მამაჩემთან და არასდროს არ მithქვამს რომ იცი რა მამა ამ ადამიანზე რომ ესე საუბრობ მე მწყინს რა. და შეგიძლია რომ არის საუბრო? ეს არასდროს არ გამიკეთებია, მაგრამ ყოველთვის ქონდა მოლოდინი რომ მამაჩემს ესე არ უნდა ესაუბრა და ყოველთვის ქონდა იმედი რომ ოდესღაც შეწყვიტავდა. ის ადამიანი თავისი აღქმებით, თავისი შთაბეჭდილებებით, თავისი ცხოვრებისეული დაგროვილი გამოცდილებებით აღიქვამს ადამიანებს და ის ესაუბრებს როგორც თვითონ ხედავს. მაგრამ ჩემი პასუხისმგებლობაა რომ თუ რაღაცა მწყინს მივიდე და ვთქვა ეს ყველაფერი. ადამიანი თავისით ვერ მიხვდება თუ მე არ ვთქვი. მე ნაწყენი ვარ ჩემს ყოფილ მეუღლეზე, რომელმაც ადგა და ურთიერთობის დასრულება გადაწყვიტა. და ძალიან დიდი ხანი ძალიან გაბრაზებული და ნაწყენი ვიყავ. მაგრამ მეოთხე ნაბიჯი მაჩვენებს რომ ეგ მისი პასუხისმგებლობა არის რომ მე ნაწყენი არ ვიყო? თუ ჩემი პასუხისმგებლობა. იმ ადამიანს აქვს უფლება მოიქცეს ისე როგორც იქცევა, იმის მიუხედავად რომ შეიძლება ეს ჩემს სურვილს და მოლოდინებს და გეგმებს და სამომავლო წარმოდგენებს არ ემთხვევა? მე ნაწყენი ვარ, იმიტომ რომ მისი ქმედებით მარტო დავრჩი და მარტოობასთან როგორ დავრჩენილიყავი მე არ ვიცოდი. აი ეს უნარი ცხოვრებაში არ მქონდა განვითარებული, რასაც მარტო ყოფნა ქვია. მე ამას სიყვარულის სახელით მალავდი, რაღაც თავგანწირულის სახით ერთობით და ასე შემდეგ. მაგრამ აღმოჩნდა ის რომ მე მარტო ყოფნა არ შემიძლია და მე ვიზეც ვიძახდი რომ მიყვარდა, იმაზე ვარ გაბრაზებული. და რანაირად ხდება რომ ერთი ნაბიჯი იმაშორებს სიყვარულიდან გაბრაზებამდე და აუტანლობამდე ამ ადამიანს. იმიტომ რომ მიყვარს ჩემი ეგოცენტრული, არაჯანსაღი, დაავადებული ნაწილი, რასაც ვითომ სიყვარულს ეძახის და მე პროგრამაში მოვიდა მითხრეს რომ ირაკლი დაავადებულმა ადამიანმა არ იცის სიყვარული რა არის, არ მესმოდა და არ ვეთანხმებოდი და მეოთხე ნაბიჯი მე კარგად დამანახა. იმდენად რამდენადაც მე გულწრფელობა შემიძლია.
და დღეს თუ გულწრფელი ვიქნები, მე უნდა ვთქვა, რომ მე ადამიანები მიყვარს იმდენად, რამდენადაც ჩემს გაქცევაში მეხმარებიან. და ვერ ვიტან იმდენად, რამდენადაც მაიძულებენ, რომ მარტო დავრჩე საკუთარ თავთან. ამიტომ ეს პასუხისგებლობა არა ჩემი ყოფილი მეუღლის იყო, მან ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, როგორც თვითონ ჩათვალა საჭიროდ. და მას აქვს უფლება გააკეთოს აბსოლუტურად ყველაფერი, რაც სურს და თვლის საჭირო გააკეთოს. და ეს მისი პასუხისგებლობა არ არის. ეს თუ მე ამას ვერ მივიღებ და ეს თუ მე განწყობა შემიცვლის, ან მე ტანჯვას მომანიჭებს, ეს ჩემი პასუხისგებლობა. და ამაში მჭირდება ბრუტალურად გულწრფელი ვიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში ვიპოვი მიზეზს, რის გამოც არ დავეთანხმები სიყვარულის სახელით, ერთობის სახელით და 1000 რაღაც გამოგონილი ტერმინის სახელით, რომელიც ჩემი ეგოცენტრიზმი ამართლებს ამ ყველაფერს. წყენები შეჯამება რომ გავაკეთო, მე მჭირდება თქვა ესეთი რაღაცა, რომ აბსოლუტურად ყველა წყენა, აბსოლუტურად ყველა მიუღებლობა, რომელსაც მე დღეს განვიცდი, შორიწარსულიდან თუ გუშინდელი დღიდან არ აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა, ყველა წყენა, რომელსაც მე განვიცდი, იმიტომ რომ ჩემი ინფანტილური მდგომარეობიდან აღუქვამ ამოცემულობებს. ვაფასებ ჩემი იმ მორალიდან, რომელი მორალიც არ არის ჩემი შინაგანი მედან გამოწვეული. არამედ ავკრიფე ცხოვრების გზაზე, ვისწავლე, დავიჯერე და ამ მორალით თუ ფუნქციონირებ, ეს მორალი არ მუშაობს. და ამაში მე ბრუტალურად გულწრფელი მჭირდება ვიყო, რომ თქვა, რომ ადამიანების მიმართ წყენები მაქვს, იმიტომ რომ ამ ადამიანებმა არ დააკმაყოფილეს ის შეხედულებები, რა შეხედულებებიც მე მქონდა სამყაროს მიმართ. მე მაქვს წყენები, იმიტომ რომ ამ ადამიანებმა არ გააკეთეს ის, რასაც მე გავაკეთებდი. და ვერ ვაძლევ ამ ადამიანებს უფლებას, რომ გააკეთონ ის, რასაც მე არ გავაკეთებდი, ან არ გააკეთონ ის, რასაც მე გავაკეთებდი. ინფანტილური ვარ, იმიტომ რომ არ შემიძლია პასუხისგებლობა ავიღო საკუთარ ემოციებზე, საკუთარ განწყობაზე, საკუთარ ბედნიერებაზე. ინფანტილური ვარ, იმიტომ რომ ტკივილის მეშინია და ამ ტკივილის გასაყუჩებლად მჭირდება ყველა ადამიანი. ინფანტილური ვარ, იმიტომ რომ ძაფ ემოციებზე ვარ დამოკიდებული და სიმძაფრეები ძენს ჩემს ცხოვრებას ინტერესს. და ამ სიმძაფრეებში ვიყენებ ამ ადამიანებს და ვინც არ გამომყვება, იმაზე ვბრაზობ და მწყინს. ვინც მოლოდინებს არ დამიკმაყოფილებს. ვინც ჩემს ხასიათს არ მოერგება. თავის თავზე მეტად ვინც მე არ დამაყენებს წინ. ყველაზე ნაწყენი ვარ. ეს არის ჩემი დაავადება, მომაკვდინებელი დაავადება. და მჭირდება ვიყო გულწრფელი და ვთქვა, რომ არავინ არ არის დედამიწის ზურგზე პასუხისგებელი ჩემს განწყობაზე, ემოციაზე, როგორ ვიგრძნობ თავს, ფიზიკურად თუ ემოციურად. არავის აქვს რეალურად წვდომა, არავის აქვს იმხელა ძალაუფლება, რომ ჩემში ეს ყველაფერი გამოიწვიონ. ერთადერთი ვინც ამაზე ნებართვას იძლევა, არის ჩემი დაავადებული მე, ეგოცენტრიზმი, რომელიც საზრდოობს ამ სიმძაფრეებით. და მაქვს არაჯანსაღი აზროვნება, არაჯანსაღი შეხედულება სამყაროს მიმართ, როგორები უნდა იყვნენ ან არ უნდა იყვნენ, რა უნდა გააკეთონ ან არ უნდა გააკეთონ, რისი უფლება აქვს და რისი უფლება არ აქვს. და თუ ეს ყველაფერი არ დაკმაყოფილდა მათი ქმედებებით, ეს ბადებს წყენას. და წყენა არის ყველაზე ინფანტილური გამოვლინება ჩემი ცნობიერების. და ყველაზე საინტერესო არის ის კიდევ, რომ მე ხედავ ამას ყოველდღიურად, რომ ძალიან შიშარ ადამიანი ვარ რა. და ყველა ჩემი წყენა გამოწვეულია ჩემი შიშებიდან. აბსოლუტურად ყველა წყენის საწყისი, ყველა ბრაზის საწყისი არის შიში. მე მეშინია, რომ უსაფრთხოება დამერღვევა. მათი ქმედებებით, მათი არნათქვამით ის რისი მოსმენაც მინდოდა, მათი გადაწყვეტილებებით. მე უსაფრთხოება დამერღვევა. მეშინია, რომ მომიწევს დაურჩე საკუთარ თავთან, იმ ემოციებთან, იმ შეხედულებებთან. რაც რეალურად ვიცი, რომ არ მუშაობს, მაგრამ იმის მაგივრად, რომ დავრჩე და ამ ყველაფერს თვალებში ჩავხედო, ახალ აქტივობებში შევდივარ, ახალ ურთიერთობებში შევდივარ, რომ ამ შიშს გავექცე. და როგორც დღეს ვისაუბრეთ, ვერანაირად ვერ გავიქცევი მე საკუთარი თავისგან. არ არსებობს გზა, რომელიც გამიყვანს საკუთარი თავისგან. მე მჭირდება პირიქით, რომ ვაღიარო, რომ მეშინია.
ვაღიარო, მე მჭირდება ვაღიარო, რომ ამ ადამიანზე რეალურად მე ნაწყენი იმიტომ კი ავარ, რომ რაღაცა გააკეთა ან არ გააკეთა, ან მითხრა ან არ მითხრა. მე რეალურად თუ გულწრფელი ვიქნები, ნაწყენი ვარ, იმიტომ რომ შემეშინდა ამ ადამიანის ქმედებამ ჩემში გამოიწვია შიში, რომ ახლა მომიწევდა დარჩენილიყავი ამ ემოციასთან, ამ მდგომარეობასთან, ამ ხასიათთან თუ განწყობასთან. და მწყინს და ვბრაზდები ამ ადამიანზე, იმიტომ რომ როგორ გაბედა და ჩამაყენა იმ მდგომარეობაში, სადაც მომიწევდა საკუთარ თავთან დარჩენა. თუნდაც ამ შიშებთან. და სანამ საკუთარ თავთან დარჩენა არ ვიცი, სანამ თვალის გასწორება არ ვიცი ამ ემოციაზე და გაქცევაში ვარ, მაგამდე რა თქმა უნდა ვერ გამთავისუფლდები წყენებისგან. აი ჩვენი ანონიმური ემოციონალების წიგნშიც მეოთხე ნაბიჯი არის რამოდენიმე მაგალითი წყენებზე მოყვანილი და წავიკითხავ რამდენიმეს. მე ნაწყენი ვარ ჩემს უფროსზე, რადგან ის არასოდეს მაქებს, მუდამ კრიტიკულია, ჩემს მაგივრად ვიღაც სხვა დააწინაურა. ეს გავლენას ახდენს ჩემს ფინანსურ უსაფრთხოებაზე, თვითშეფასებაზე, სიამაყეზე, თანამშრომლებთან ურთიერთობაზე. გვგზნობ, რომ სამსახურში ხელმოცარული ვარ, ხელის მოცარვის შიში მაქვს. ნაწყენი ვარ ჩემს მშობლებზე, რადგან ისინი ბავშვით მექცევიან, პატივს არ არცემენ ჩემს უნარებს, წუწუნებენ, რომ არასოდეს ვწერ და ვურეკავ მათ. ეს გავლენას ახდენს ჩემს სიამაყეზე, ოჯახურ ურთიერთობებზე, თვითშეფასებაზე, მათ მიმართ სიყვარულზე. ვგრძნობ, რომ ისეთი როგორიც ვარ, მათთვის არ ვარ მისაღები, რომ მავალდებულებენ ის ვიყო, ვინც მათ უნდათ რომ ვიყო. უარყოფის შიში. ნაწყენი ვარ ჩემს მანქანაზე, რადგან ის ჯართია, სულ ფუჭდება, ახლის საყიდლად ფული არ მაქვს. ეს გავლენას ახდენს ჩემს სიამაყეზე, უსაფრთხოების გრძნობაზე, დამოკიდებულებაზე. გრძნობ, რომ სისულელე ჩავიდინე, რომ ვიყიდე, რომ ამით სხვების თვალში სულელი გამოვჩდი. შეფასების შიში. ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან ჩანს, რომ სიტყვა შიში ყველგან ფიგურირებს. ბევრ სიტუაციაში შიში უპირველესი ემოციაა, რომელიც გვაკონტროლებს. შიშს ჩვენს თვითშეფასებაზე, სიამაყესა და კეთილდღეობაზე დამუქრებული საფრთხე იწვევს. ჩვენს წყენებს თუ დავაკვირდებით, ხვდებით, რომ როგორც წესი ის შიშზე გაჩენილი რეაქცია. ჩვენ არ მოგწონს, რომ გვეშინი, ამიტომ მას ვფარავთ წყენიანობით, რაც სიტუაციის კონტროლის ყალბ გრძნობას გვიჩენს. და ბოლოს, მე როცა ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ მეოთხე ნაბიჯი ბრუტალური გულწრფელობით დავწერო, გულახდილობით და მე ვხვდები, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გადაუდებელი საჭიროება იმისი, რომ მე გულახდილობა დავიწყო საკუთარი თავის გაცნობის გზაზე, მაშინ მჭირდება დავსვა ეს კითხვა, რომ აი ახლა ამ მომენტში მე თუ ჯერ კიდევ ვინმეზე ნაწყენი ვარ, მე თუ ჯერ კიდევ სხვა ადამიანის ქმედება და საუბარი მიცვლის განწყობას, მე თუ ჯერ კიდევ მგონია, რომ სამართლიანად ვარ ნაწყენი. უბრალოდ დავსვა კითხვა, რისი მეშინია?